ეს დიდი პოლიტიკაა საღამო მშვიდობისა პრემიერის და ტელეწამყვანების შეხვედრა დღის მთავარი თემა. სააკაშვილი ჟურნალისტებს პრაქტიკულად არ ხვდებოდა და აცხადებდა, რომ ქართულ პრესას საერთოდ არ კითხულობს. ივანიშვილი კი ღია ფორმატში ხვდება და აქეთ უკითხავს ჟურნალისტებს კონტექსტიდან ამოღებულ მათივე გამონათქვამებს. უცნაური შეხვედრა პრემიერის კარზე და მთავარი კითხვა, რას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა და ვინ უნდა აფასებდეს ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს, პრემიერი თუ ხალხი. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ეს შეხვედრა ასე შეაფასა. პრემიერის დღევანდელი ტონი და მისი ინსტრუქციები კითხვების ფორმულირების თაობაზე შეიძლება შეფასდეს როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში. შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური დაპირებები დიდ პოლიტიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ისკენჯს მეორედი ხდის და დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს. ნათელაშვილის ბრძოლის მეთოდები უცვლელია, ღია ომი ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებასთან. აღნიშნული კოალიციის დაშლა არის გარდაუვალი, ამას უნდა შევხვდეთ მომზადებული და გავემზადოთ იმისათვის, რომ სარეველებისაგან გაიწმინდოს ჩვენი სამშობლო. რამდენად რეალურად ხედავს საკუთარს და როგორ აფასებს კონკურენტების შანსებს, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ისევ საპრეზიდენტო სავარძლის მიღმა დარჩება. ლეიბორისტების ლიდერი არჩევნების წინ ისევ არჩევნების გაყალბებაზე ალაპარაკდა. დღეს 20 საათზე შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური გეგმები თოქ-შოუში დიდი პოლიტიკა. ხელებს სავამტრებ. ეს დაიწყება სამეგრელოდან და სამეგრელოს მიეთამაშებიან. ვინ და რატომ ემუქრება უმრავლესობის ლიდერს და რატომ წვავენ სამეგრელოში დავით საგანელიძის ფიტულებს? არის თუ არა ქართულ ოცნებაში დაპირისპირება და შესუსტდა თუ არა საგანელიძის გავლენები ივანიშვილის კარზე? არის რაღაცა დადგმული სერიალი დავით საგანელიძის წინააღმდეგ. ის ხელმძღვანელობდა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნების დროს და ხელმძღვანელობს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს 27 ოქტომბრის არჩევნების წინ. იქნება თუ არა მეორე ტური, როგორ აფასებს საგანელიძე მარგველაშვილის შანსებს. დღეს 20 საათზე უმრავლესობის ლიდერი დიდ პოლიტიკაში და კითხვები, რომელიც საგანელიძის მისამართით ბოლო 1 წლის მანძილზე დაგროვდა. პრემიერი და ტელეჟურნალისტები რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტების შემდეგ ღია შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან? შეხვედრის მიზანი და ქვეტექსტები დღეს ზუსტად 20 საათზე თოქ-შოუში დიდი პოლიტიკა. გიყვებით ყველაფერზე, გიჩვენებთ ყველაფერს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრს გაუჩნდა მოსაზრება, რომ პრემიერს დაზუსტებულ ინფორმაციას არ აწვდიან მთელ რიგ საკითხებზე. დაახლოებით 1 საათი დაგჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ დვანში უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობასთან ამ კვირის ორშაბათამდე არც ერთი მინისტრი არ იყო ნამყოფი, ზაქარეიშვილის მოადგილის გარდა. ხოლო სოფელი, სადაც მისი მინისტრები იმყოფებოდნენ, კირბალი იყო და არა დვანი, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მით უმეტეს, რომ დვანსა და კირბალს ერთმანეთისგან ბევრი სოფელი ყოფს. ეხლა თქვენ გაქვთ საშუალება ეკრანზე ნახოთ, თუ რა დაცილებაა კირბალსა და დვანს შორის. ვინ ურჩევს პრემიერს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში ზედიზედ ასეთი უცნაური შეხვედრები მოაწყოს ან ექსპერტებთან, ან ჟურნალისტებთან და რას ნიშნავს ტონი, რომლითაც იგი შენიშვნებს იძლევა. რა უნდა ქნა
ჟურნალისტმა უნდა აქოს მთავრობა თუ კრიტიკული შეკითხვები უნდა დასვას ამ თემაზე პოლიტიკურ შეფასებებს შალვა ნათელაშვილი და დავით საგანელიძე გააკეთებენ, ხოლო შემდეგ ბლოკში ივანიშვილის მიერ დღეს შერისხული ყოფილი ჟურნალისტი მამუკა არეშიძე, ობიექტივის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც იმ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია კობერიძე და ასევე ყოფილი ჟურნალისტი და ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, რომელიც აცხადებს, რომ ამ შეხვედრებით ივანიშვილი იმ ტონს იჭრის, რომელზეც ზის, ხოლო ქუთაისის პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება უმრავლესობიდან დეპუტატი ანი მიროტაძე, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია. დღეს უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ რაც მან ნახა, მისთვის არასასიამოვნო იყო და ნანახით აღფრთოვანებული არ დარჩა. ხელისუფლებაში ყოფნა დიდი სტრესია, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ეს უნდა დავიცვათ. აცხადებს ჩაფიძე. მაშასე გადაცემის პირველი სტუმარი სტუდიაში საპრეზიდენტო კანდიდატი ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი და მისგან მოვისმენთ პირველ შეფასებებს. საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ შალვა? დიდი მადლობა რომ მოვიდა. გილოცავთ თოქ-შოუს დაწყებას. დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ ხშირად იქნებით ჩვენი გადაცემის საინტერესო სტუმარი. იმედი რომ ჩემი სტუმრობის შემდეგ ტრადიციულად არ დაგხურავენ. ხო, მე ეგეთი ბედი მაქვს როგორც წესი თქვენ რომ მოდიხართ ხოლმე მე ძალიან მალე იხურება, მაგრამ ამჯერად кайფი მექნება დაწუნებული. კარგით, იმედი დავიტოვოთ რომ ეს ასე არ იქნება. მე მინდა გთხოვოთ დღის მთავარი თემის შეფასება, ის რაც ნახეთ და ალბათ ნახეთ, ჟურნალისტების, ტელეწამყვანების და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. მე პირველ რიგში გთხოვდით ამ შეხვედრის შეფასებას და მერე დანარჩენ დეტალებს. ეს არ იყო ჩარევა ტელევიზიების და ჟურნალისტიკის საქმიანობაში. ეს გახდა ძალადობა. გამდიდრებული, ფულით გაყოყოჩებული კაცის ძალიან უინტელექტო რეკომენდაციები კატეგორიული იმპერატიული ფორმით, რაც ვიმეორებ, არ გაუკეთებია მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში. უკანასკნელი 2 საუკუნის მანძილზე. ასე საჯაროდ და ასე თავხედურად არც ერთ დიქტატორს, მეფეს, პრეზიდენტს, პრემიერს და პოლიტიკურ ლიდერს. ეს უპრეცედენტო რამ დაფიქსირდა და სამწუხაროდ ასეთი უპრეცედენტო ამბები ნეგატიური გაგებით. ჩვენს ქვეყანას დაებედა მაშინ, როდესაც აი ამდენი ნიჭიერი ხალხია საქართველოში, მათ შორის პოლიტიკური მიდრეკილების გაგებითაც და სამწუხაროდ უმაღლეს ეშელონებში ხვდებიან მაქსიმალისტები. აი თქვენ სწორად აღნიშნეთ, პრეზიდენტი საერთოდ იგნორირებას უკეთებდა პრესას. სააკაშვილი აცხადებდა, რომ ის საერთოდ არ კითხულობდა ქართულ პრესას, რაც იყო ასევე გამაოგნებელი. ხოლო თავის ჟურნალისტებს და ეს უკვე გადავიდა კაცრი მასწავლებლის როლში. მე რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე პირველ რიგში, როგორც პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვგმობ ამგვარ ჩარევას ტელევიზიებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში, ამგვარ ჭკუისწავლებას. ეხლა მე როასე მე მოქმედა, იმდენი ცუდი დაუწერიათ ჩემზე და გადაუციათ ჟურნალისტებს, რომ აქამდე უნდა ქვები მეჭიროს ორი და მივდევდე. ეს არის დაუშვებელი. ჟურნალისტი იმის ჟურნალისტია, რომ წეროს როგორც ხედავს მოვლენებს და თუ ჩავთვლით იმ გარემოებას, თუ რაზე ედავებოდა პრემიერი დღეს თქვენს კოლეგებს, აბსოლუტურად სამდე მართლები არიან, ისე აბსოლუტურად სწორს ამბობენ. იმ კრიტიკული თვალსაზრისითაც რომ თქვა უნდა ჩაბზენებულიყო პრემიერი აუცილებლად ვანში, დიცში, ნიქოსში, იქ სადაც აი მთელი 2 თვეა აბავენ მავთულხლართებს, სადაც ალბათ მაყურებელი ამას აფიქსირებს შესანიშნავად და თქვენც იცით რომ დგავარ უკვე თვენახევარია, სხვათა შორის გადავდივარ ღობის იქით, აი სადაც გავლებულია ის მავთულხლართი თუ ის ზოლი დემონსტრაციულად იქ ჩემი აქტივისტები მოუყვებიან და იქ პოლიციელი რომელიც გამოყოფილია საპრეზიდენტო კანდიდატებზე და იმათ უგზალა რომ აქეთ არ გადმოვიდე რომ პროვოკაციის საშუალო მარტო გადავდივარ მივდივარ ამ ოფიცრებთან სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ როცა ვეუბნები რომ ეს გზა არ მიგვიყვანს ჩვენ ტაძართან რომ ვერანაირი კედელი ჩვენ ხალხებს ერთმანეთს ვერ დააცილებს რომ მოვადრო და ამის დანგრევა და აღება მოგვიწევს და ტყუილ ხარჯებს ეწევით თვალს ვერ მისწორებენ ეხლა არ გამიგოთ სხვანაირად დარცხვენილები, თავჩაღუნულები დგანა ხვდებიან, რომ არაკეთებენ კარგ კეთილშობილურ საქმეს, განა ვერ ხვდებიან, მაგრამ ბრძანება აქვთ იმათ და ვეუბნები მთელი თვენახევარი ეხლა პრეზიდენტის ამბავი ვიცით ეხლა ის ჰაერშია და ნუ ეხლა ის ჰაერიდან პარაშუტით არ ჩამოხდება იმ დიჩი და ცუდად აქვს დაცლილი ფრონტის ხაზზე ცუდად აქვს დაცლილი ეხლა მიშას ჩასვლა გვახსოვს ხო პრემიერზე ვსაუბრობთ იგივე უნდა იყოს მისი მისამართითაც არც ის არ ჩასვლა რა თქმა უნდა ისიც უნდა ჩასულიყო მაგრამ ვინაიდან ცუდად აქვს დაცლილი მას იქ ჩასვლა გვახსოვს ის ცნობილი კადრები სამწუხაროდ აღარ დავაკონკრეტებ ეხლა ამას ვიწევდი რა კადრებს გულისხმობ გორის კადრები როცა ფრონტის ხაზზე გავიდა ამას ვიწევდი არა იმიტომ რომ იქ მენახა ან ჩემი ამბიცია და მეკმაყოფილებია პოლიტიკური
ყურადღება მთელი მსოფლიოსი გადავიდოდა ამ პრობლემაზე. სახლს გვართმევენ, ვაზ გვიშეხავენ. ჩემს თვალს ინკრეფავდნენ ვაშლის ბაღს იქ სამოქალაქო პირები. ვაშლის ბაღს იმ დვანელების ვაშლის ბაღს ხუთებში ალაგებდა. ეს ხო არის ტრაგედია. მე 1000-ად ვერ გავიჭრები რომ ყველგან ჩავიდეო. ამის განცხადება შეიძლება თან პრემიერის მხრიდან, რომელიც ასეთი სიყვარულით აირჩია ხალხმა, ასეთი იმედებით აირჩია. რას ქვია, 1000-ად კი არ უნდა გაიჭრა, მილიონად უნდა გაიჭრა. არც ერთი უჯრედი მას აღარ ეკუთვნის, არც მისი ქონება აღარ ეკუთვნის მას შემდეგ რაც რამხელანდობა მიიღო. არც ის თავისი ინტერესები არ ეკუთვნის მას, უნდა გაიჭრას, აბა რა უნდა ქნას, არ უნდა დამდგარიყო. ეხლა იმ ხალხის გვერდით ილო ბერუაშვილია დიცში. იქით პირდაპირ მღობესთან ცხოვრობს და სახლს აკეთებს, სპეციალურად აკეთებს სახლს და არ ცილდება იქაურობას. არ არის ვაჟკაცი, აი ის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენა გაზავებმა იმ ოსების საზღვრების რაღაცა სარდალმა თუ ვიღაცამ სხვადასხვა ვეძებდი მაგაც მინდოდა პასუხი გამეცა ქართულად, მაგრამ რამდენჯერაც ჩავედი, იმდენჯერ უკვე წასული დამხვდა რატომ არ. იქ ცხოვრობს დამირეკა იმ დღეს მერაბია მეკარიშვილი დვანში. კარგი, ქართველი, დევგმირი კაცი, ისე როგორც ყველა დევგმირებია. არც ერთი ერი კონფლიქტის ასე სიახლოვეს არ გაჩერდებოდა, დაიცლებოდა ეგზონა, მაგრამ არ მოდის რატომ ესე ჩაკირკიტება დაუშვა დვანის თემაზე. მე აქ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი თვალით, როდესაც ვნახეთ იმ ხალხის მდგომარეობა და როდესაც ჩვენი ინფორმაციით ვიცოდით რომ იქ არ იყო არც ერთი მინისტრი ნამყოფი, იქ მივეცი მე იმ ხალხს პირობა, ისინი ალბათ ეხლა გვიყურებენ, გუშინ წინაც ქონდა მათი პირდაპირი ჩართვა, ნოდარ მელაძეს მიყავდა რეპორტაჟი პირდაპირ ეთერში და ამ ადამიანებმა თავისი სატკივარი გამოთქვეს. მე ამ ხალხს მივეცი პირობა, როდესაც იქნებოდა ასეთი ტიპის შეხვედრა, მე აუცილებლად ვიტყოდი მათ მთავარ პრეტენზიას, რომ მათთან არავინ არ იყო ჩასული ზაქარეიშვილის მოადგილის ციხელაშვილის გარდა. სწორედ ამიტომ იყო ესეთი მკვეთრად ხაზგასმა. სამწუხარო ის იყო, რომ დაახლოებით 1 საათი დაგჭირდა იმის დასამტკიცებლად და მე როგორც აღმოჩნდა თავად ის ფურცელი, რა ეწერა იმ ფურცელზეო დღეს რამდენიმე ადამიანმა მკითხა, ეწერა რომ ეს იყო სოფელი კირბაი, სადაც იყვნენ მისი მთავრობის წევრები ჩასულები და ეს არ იყო სოფელი დვანი. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ მე პირადად საჭიროთ, რომ ბოლომდე ეს ინფორმაცია რომ იყო ნამდვილად რეალური და ეს არ იყო დეზინფორმაცია, აი ძალიან დიდი ხანი გვესაუბრა ამ თემაზე. მართლმსაჯულების პრობლემა არ დგას საბედნიერო ჯერჯერობით და ამას უყვებოდი ინგა დამირეკა მერაბ მეკარიშვილმა, რომლის სახლიც იქით მოექცა, იმ ზოლის იქით და დაანგრევინეს. ფუძე დაანგრევინეს და მანქანა არ არის რომ ბლოკი გამოვიტანო უკან. და მე გადაურეკე შიდა ქართლის გუბერნატორს ნორმალური პიროვნება გამოდგა, პირადად არ ვიცნობ, თხოვე დახმარება და ჩავაყენე საქმის კუში, გაუგზავნე მანქანა სხვადასხვა ნახევარსაათში და ის ანგრევები და სინკარი თუ ბლოკი რაც არის გამოვიტანეს, მაგრამ რამხელად კივილია თვითოული ჩვენგანისთვის ნაცვლად იმისა, რომ ტოლვილებს, დევნილებს უკან ვაბრუნებდეთ, საიდანაც აყარეს და გამოყარეს. ხელს უწყობთ, რომ აქეთ წამოვიდნენ მეტი რესურსი ამ ხელისუფლების პოლიტიკამ და წინა ხელისუფლების სტრატეგიამ ჩვენ აღარ დაგვიტოვა. ანუ ერთმანეთზე უარესები მოდიან მართველებად, ეგა უბედურება. რაღაც მინდა კითხოთ. მე მინდა სანამ კითხავდეთ, ინგა ვაცნობო საქართველოს, რომ ჩვენი ნომერი, ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო ნომერი გახლავთ 9 და 27 ოქტომბერს მოდი გავარტყათ 9-იანში და გავიმარჯვოთ და აი ეს პრობლემები ჩავაბაროთ წარსულს და დავიწყოთ საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება ჩემო ზოგადად. თუმცა აქვე მე ალბათ კითხავთ შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს გამთლიანება და ეს ხო არ არის თქვენი მხრიდანაც იგივე რიტორიკა, რაც ჩვენ არასდროს ყველა არჩევნების წინ გვაქვს მოსმენილი, იმიტომ რომ ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი თავის წინა საარჩევნო დანაპირებში აცხადებს, რომ ის საოცრად გაერთიანებს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგეს. მე გვიხსნიან რატო ვერ გაერთიანებს? ხო, ნუ ფაქტი არის, რომ ეს ვერ მოხერხდა ამდენი ხანი. მოდით ერთს კითხავთ, სანამ ამ ტერიტორიული მთლიანობის თქვენეულ გეგმაზე დაგისვამ კითხვას, როგორ ფიქრობთ, რაში აწყობს მსგავსი შეხვედრები, მე გულისხმობ ღია ეთერში, ასეთი შეხვედრები ჯერ იყო ექსპერტებთან, შემდეგ იყო ჟურნალისტებთან. როგორ ფიქრობთ, რაზე იყო ეს გათვლილი, რატომ იყო ეს გაკეთებული და რა შედეგი მოაქვს ამას, აი ამ დაგეგმილი იყო, ხო, ფაქტია, რაღაც შედეგზე იყო ორიენტირებული და რა შედეგს უნდა ელოდონ ისინი. მე ნამდვილად ვერ დავდებ თავს, რომ ვიქნები ივანიშვილის პირადი ფსიქოლოგი. მით უფრო რომ ის ფრედითაა გატაცებული და ეს ცოტა რთული მიმართულებაა და რაღაცა გარკვეულ ასოციაციებს იწვევს. თუმცა მე ორი მიზეზი მინდა დავასახელო, რის გამოც მან თავისუფლება მისცა ასე მოქცეულიყო პრესასთან და ჟურნალისტებთან დღეს. პირველი ეს არის დიდარი კაცის ფსიქიკა, რომ მას ყველა დიდ რამბებს უკმევდა
მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ მოსაწველად უნდათ. ეს არტისტები კორექტულად თუ შეიძლება ძალიან. მოწველა ეს არის ხო, მაგრამ ფინანსური სარგებლის მიღება ამ გაგებით. საუბრობთ მთავრობის პირველ პირზე. ნუ მთავრობის პირველი პირი უნდა იყოს ღირსეული და უნდა იყოს თავდადებული და თავგანწირული. ახლა თქვენ რა გონიათ, მე რო ჩავედი მაპატიეთ იმ დვანში და დიდში, არ იყო ეს რისკი ბუნებრივია. საერთოდ თავგანწირო არის შიშის დაძლევის ხელოვნება. ყველა ნორმალურ ადამიანს აი ესეთ ფრონტის ხაზებს მათ შორის სადაც დგანან ავტომატები და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიხსნას ცეცხლი და ეხლა იქ ვერ გაარჩევ ვისი ბრალი იყო და როგორ იყო არის ეს მომენტები ეს უნდა გადალახო თუ შიშს ვერ გადალახავს აი ეს არის შიშრობა შიშის გადალახვის უნარის არ ქონა მეტი არაფერი კი ბატონო ამას დავანებოთ მას ქონდა ორი მიზეზი ჩემის აზრით დღეს როცა თავს უფლება მისცა ამგვარი კონტექსტით გამოსულიყო ვიმეორებ მას მუდმივად აქებდნენ და ადიდებდნენ შენ ერთადერთო ერთ-ერთ მსახიობს მაპატიეთ ისიც კი წამოწდა ფილარმონიაში პირველი შეხვედრის დროს რომ ეს ღმერთკაციაო ვის არ მახსოვს შემახსენა ქალბატონია მსახიობი და არ მინდა ეხლა მას მეუღლე გარდაეცვალა ასევე მსახიობი და რაღაცა უხერხულობაში ჩავარდა ღმერთკაციაო იმას წამოწდა ინტერვიუში მაგრამ ბატონ ივანიშვილს საგრძელოებში იქ როცა ბალმასკარადები ეწყობა მასთან სახში ეს მიღებები ეს ელიტის ამ მაპატიეთ ფრონსკი ქართული საზოგადოების რომელსაც ხალხთან კავშირია გაწყვეტილი და ხალხის სისხლით ცხოვრობს და ყველა ცეკას და ყველა პრეზიდენტის და ყველა ხელმძღვანელის პოლიტიკურ საწოლშია ნაგორავები აი ამათ დაღუპეს ეს კაცი უთხრეს რომ შენ ხარ ღმერთკაცი შეუმცდარი შენი კრიტიკა როგორ შეიძლება და ეხლა უცბად რომ მოხდა თავისთვის უჩვეულო გარემოში სადაც უკვე პასუხისმგებლობის მოთხოვნა დაიწყო პრესამ ხალხმა აგერ დავდივარ ეხლა ხალხში და ერთადერთი პოზიტივი რაც შეიძლება მისი მუშაობის პერიოდს მივაწეროთ ეს გახლავთ ქალბატონ ელისო ჩაბეძის გათხოვება რასაც მე მივესალმები და ვლოცავ მეტი არაფერი საქართველოში არ გაუკეთებია ამ კაცს არც გაახსენდა ასევე თავისი 80 მილიონი ქართულ ბანკიდან რო წაართვეს და ის დაიბრუნა, მაგრამ არ გახსენებია ანაბრების დაბრუნება, პროცენტიანი ვალების ადამიანთა მდგომარეობა, კერძო იპოთეკურების მდგომარეობა, ბინდან გამოსასახლებელთა გამოსაძლისი მდგომარეობა, რომლებსაც შეკვიდა ყველა საკითხის მოგვარებას, არ გახსენებია აგრეთვე ტარიფების განახევრება, არ გახსენებია აი სოციალური გარანტიები, ჯანდაცვა, განათლება. ამ ყველაფერს გაკეთება. მოდით შევთანხმდეთ. დღეს პრემიერი ამაზე საუბრობდა და გარკვეულწილად ჩვენ მოდით შევთანხმდეთ, რომ უნდა დავეთანხმოთ. შეუძლებელია რომ ერთ წელიწადში მოახერხო რაც არ უნდა მონდომებული მთავრობა იყოს ამ ყველაფრის შესრულება. მაშინ კონტრშეკითხვას დაგისვავ. გუშინ მოსამართლეებს გაეზარდათ ხელფასი. თუ მოსამართლეებს გაეზარდათ ხელფასი, რატო არ შეიძლება გაზდოდა ხელფასი პედაგოგებს საბავშვო ბაღის მუშაკებს იმიტომ რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო ეს მოდი პირდაპირ ვთქვა მოსამართლეები რომლებიც მართლობ გაბედავენ და მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას სააკაშვილის და კუბლაშვილის მოსამართლებისგან შეიძლება გამოვიდეს ნაპოლეონი შეიძლება გამოვიდეს ჰანიბალი ან რა ვიცი პიკასო თუმცა მეჯობა მაგრამ მათგან მოსამართლე აღარ დადგება იმდენ სოდვაში აქვს ხელი გარეული მე არ ვამბობ ეხლა მასობრივად მაგრამ უდიდესი ნაწილი ხელფასების გაზდას არის მსახურებს თუ შეიძლებოდა რომ პარლამენტზე გაეცა და ფინანსთა სამინისტროზე ერთობლივად 30 მილიონი პრემიის სახით რატო არ შეიძლებოდა რომ იმ საწყალი ბებიებისათვის რომლებმაც ჩადეს ბინა იმიტომ რომ შვილს კი გვაქვს და კურნალობის ფულს ვერ შეულობდნენ და ეხლა იმ ბინას ართმევს ის კერძო იპოთეკარი და ქუჩაშია აი იმათ დახმარებოდა და მათთვის რაღაცა გადაერიცხა და მათი გადარჩენის ფონდი გაეკეთებოდა მაგრამ ეს ადამიანი ამბობს ბატონშალვა რომ ჯერ მე ჩემი ვადა არ ამოწურულა ჩემი ასე ამბობდა შევარდნაძე ასე ამბობდა სააკაშვილი ისინი ხო არჩეულები არავითარ ვადაზე არ არის საუბარი რა ვადა უნდოდა ინგა იმას რომ დაეწყო სააკაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა ეს ხო იქნებოდა იმის გარანტია რომ სააკაშვილი მეორედ პოლიტიკაში ვერასოდეს ვერ მოტრიალდებოდა ამასაც ააცინა სააკაშვილი ისედაც მიდის და ეს იქნებოდა ფუჭიმს სააკაშვილი მიდის იმისთვის რომ მოვიდეს თქვენ ვერ ატყობთ რა ენერგია აქვს ხო არ გონიათ რომ სააკაშვილის ის რესურსი აღარ აქვს რაც გააჩნდა ის მოკავშირეები აღარ აქვს საზოგადოებით ვინც ყავდა ის მილიარდები აღარ აქვს გადანახული ეხლა გუშინ ხედავ ხალხო გუშინ წინ მაბადეთ რომ ბეჟუაშვილი გაერთიანებულა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდში. ბეჟუაშვილი სააკაშვილის კარის ბიზნესმენი გახდა ივანიშვილის კარის ბიზნესმენი. აბა მას როგორ უნდა მოიქცეს ბატონი ივანიშვილი? წინამთავრობის მსგავსად ყველა ბიზნესმენი უნდა გამოაცხადოს თავის მტრად, ვინც დაუშვა წინა ხელისუფლების დროსაც აწყობილი ბიზნესით ცხოვრობდა. ეს გამოცხადება ბეჟუაშვილები. არა თქვენ ამბობთ რომ რატო გაერთიანდაო? აბა კეთროვანებად უნდა გამოაცხადონ ის ადამიანები. ბეჟუაშვილებმა უნდა დატოვონ ის რაც უკანონოდ ჩაიგდეს ხელში. ეს არის გაზი. გაზი საქართველოს საზღვრამდე მოდის 50 თეთრად
და მას შემდეგ რაც ბეჟუაშვილების ხელში ხდება, ჩვენ ვიხდით 10-სა და 50 თუ 10-სა და 60, კაცო, 150% ძვირდება. ბეჟუაშვილმა ხელში ჩაიგდეს ჭიათურ მარგანეცი, ფაქტობრივად, ბეჟუაშვილმა ხელში ჩაიგდეს ტყიბულის ქვანახშირი, ბეჟუაშვილები მაპატეი და წველიან საქართველოს, ისევე როგორც ნაყოფიები, ისევე როგორც ლიპარტელიანები, ისევე როგორც აი ეს მთელი მაფია ბიზნესმენები, ეს ისა რა ქვია, ჭყონია 8 მილიონი წაიღო სახელმწიფო კრედიტი, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, თურქული კრედიტი, გახსნა ის რა ქვია, მაკდონალდსი და კოკა-კოლა და წამლავს ბავშვებს წამლავს. ანუ რა სიტყვით, რომ ეხლა ამჯერად უკვე ივანიშვილის მთავრობა უნდა დაერიოს ბიზნესმენებს და ეხლა ახალი ტალღა უნდა დაიწყოს გენპროკურატურაში დაბანებების. ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც წაიღო ჩვენი ანაბრები, ჩვენი მშობლების დანაზოგი და ჩაიჯიბა და გახსნა კერძო ბანკები და იმას რა ქვია, უკვე კომუნიზმის სტადიაშია ის და მისი გარემოცვა, უნდა ვაპატიოთ, ხო? მაშინ ყველა მაშინ რაღაცა ვიჭერთ. მაშინ ერთი ბანკი თქვენი სლოგანი ამათ უნდა დიდას წავართმევ და გარიც მიცემოდა. ამათ უნდა დადონ უკან. უნდა შეიქმნას ფონდი, სოციალური გადარჩენის ფონდი, რა ეს ხალხი, ვინც იხოცება და ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს მიაღწიოს, აი ამ ფონდში ყველა ბიზნესმენმა უნდა შეიტანოს ის მოპარული, რომელიც ფაქტია მაინც იგივე ნიშნავს, რომ უნდა ჩაატაინონ მოპარული უნდა დააბრუნონ, აბა როგორ? მოპარული არ უნდა დააბრუნონ? ხო, არ ვიცი, ამას გეკითხებით, ანუ თქვენც იგივე სამბობთ. ეს არის სოფლიო პრაქტიკა. რასაც ედავებოდით წინა ხელისუფლებას? უნდა პასუხი აგო, თუნდაც იმიზნით, რომ დააბრუნო უკან. წინა ხელისუფლება რას აკეთებდა? წინა ხელისუფლება ხალხისთვის კი არ ართმევდა იმ ბიზნესმენებს, თავისი კლანის წევრებისთვის ართმევდა. წაართმევდნენ პავლეაშვილს და მისცემდნენ ნაცმოძრაობის რომელიმე აქტივისტს, თქვა პეტრიაშვილს. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს წართმეული მოვიდეს ხალხთან, ვისაც აართვეს და არა პარტიებს შორის გადანაწილდეს. თქვენ რომ იყოთ, თქვენ ხართ ახლა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამ გვარ განცხადებებს რო აკეთებთ, ავტომატურად ჩდება თქვენს მიმართ მოლოდინი, რომ აი ამ ყველაფერს ამ ხალხს წაართმევთ და მისცემთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. აბა რა უნდა გავაკეთოთ იმ არ გადამრიცხოთ. ეს რა არის? გუშინ ვიყავი აგარაში. გუშინ ვიყავი აგარაში. აგარაში სადაც ცხოვრობს კარგი, ინტელიგენტი, შრომელი ხალხი, აგარის შაქრის კომბინატია იქვე. არის საშინელი ანტისანიტარია, არის უმუშევრობა. ეს ქარხანა ხელში ჩაუგდება ვინმე ისაკაძეს, სადაც მისი ნათესავები მუშაობენ, ძირითადად სარგებლობენ. ხალხი მოითხოვს იმ დასახობის დაბრუნებას, რომლის დროსაც იყვნენ დასაქმებულები. აიღონ ახლა მე იმ პიროვნებას არ ვეტრფი და პოლემიკაც მქონდა, იმიტომ რომ აფინანსებდა თავის დროზე სააკაშვილს, მაგრამ რა ხალხს უყვარს ეს კაცი. რა ხან მან სამუშაო ადგილები გახსნა, კეთილინებონ და დააბრუნონ. ახლა ის ისაკაძე მარტო იმიტომ რომ გამოვიდა და აღიარა რომ ქართულ ბანკის წინაშე დანაშაული მაქვს ჩადენილი და 80 მილიონი დაუბრუნოთ უკან ივანიშვილსო, ამის გამო ეხლა რომ შაქრის კომბინატი აჩუქო აგარის, აი ეს არის ყაჩაღობა და ეს არის სააკაშვილის გზის გაგრძელება, კაცო. ის შაქრის კომბინატი უნდა იყოს იმისი, ვინც მიეს გამოიყენებს ხალხის საკეთილდღეობო სამუშაო ადგილებს. მაგრამ მე აქვე უნდა გაგახსენოთ, ბუნებრივია ეს ბევრჯერ შეგახსენეს თქვენ ოცნებობდით, მე მახსოვს ის პერიოდი, რომ ივანიშვილი გამხდარიყო თქვენი მთავრობის პრემიერი. თქვენი გამარჯვების ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ჩემი ზეციური ოცნება. არა, ძალიან მკვეთრი და ხაზგასმული. მე ეხლაც ვადასტურებ, რომ თუ ბატონი ივანიშვილი შეასრულებს თავისი საარჩევნო დაპირებების თუნდაც 20%-ს ჩემი პრეზიდენტობის პირობებში, მას დავტოვებ პრემიერად და ხელშეუწყო მუშაობაში. მაგრამ როგორც ხედავთ, იმის გამო რომ ხალხმა არ მოსთხოვოს დაპირებების შესრულება, ის ალაგებს შემოდნებს, აიღო 2 მილიარდი გუსერიევისაგან, აი თავისი დოქტორ სტოლეტოვში და რასიისკი ბანკ კრედიტში, რომელიც გააყიდიეს აი მარჩენოში მონაწილეობისათვის, ეხლა ამ ფულს ითვლის ალბათ, თავზე სამჯერ ივლებს ამ იმის ფულის დოლარების პაჭკებს, როგორც ჩვევას დიდრებს და მიემართება თავის ანდორაში თუ მონაკოშია თუ სან მარინოს კონსულია, თავის რეზიდენციაში და მე მგონია ცოტა ჰიპერბოლიზაცია. არა, მოდით შევთანხმდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. ჭანკოტაძის დაფინანსება, ასანიძის დაფინანსება, ბუბა კეკაბიძის დაფინანსება, სპორტსმენების დაფინანსება, დამისახელეთ ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ერთი უპატრონო ნიჭიერი ბავშვი. დამისახელეთ ივანიშვილის მიერ ერთადერთი საჩხერეში აქვს, საჩხერელებს ჩემი თაყვანისცემა კიდევ ერთხელ, საჩხერეში აქვს საავადმყოფო გახსნილი და ჩავედი ჭიათურაში და ხალხი დამხვდა აღშფოთებული. ესე იგი, თუ ჩვენ არ მოვკვდითო, იმ საავადმყოფოში არ გვიღებენო. უნდა იყო საჩხერელი, რომ იმ საავადმყოფოში მიგიღონ. რაღაც შუაში ეს ხო აღარ არის ახლა ჭორვილას მკვიდრი. ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხალხმა იმითომ აირჩია, რომ რაც გააკეთა საჩხერეში და ჭორვილაში, ეს რეფორმა გახორციელებოდა საქართველოში. მე რამ გააკეთა და მე უკაცრავად რუსთაველის თეატრიდან დაწყებული სამების ტაძრი დამთავრებული უამრავი საქველმოქმედო რაც პრემიერ-მინისტრი ეს გააკეთებინე
გააკეთებინეს, ეს გააკეთებინა შევარდნაძემ და ეს გააკეთებინა მიშამ ძალით და თანაც კარგად პარსეს. როცა ამას ამოვიდა ეს პარსვა ყელში და როდესაც თქვენმა მონამორჩილმა შალვა ნათელაშვილმა ვაშინგტონს მოაბეზრა თავი მიტინგები და იმ Down with Dictators გიჟად რო გაომაცხადეს აი ამ სყვირილით და ბოლოს ობამამ რო უთხრა ამოვიდა ხელში რომ ჩაალაგე ჩემოდნები და წადიო, აი სწორედ მაშინ გამოხდა ეს ბატონი ჭორვილადან და მოკლედ ფუკასავით აგვაცალა ის მიღწევები, მაგრამ აეცალა პრობლემა არ არის, ხა პირველად შეიძლება მსკენოდა შეესრულებინა თავის დაპირებები. ჩვენ არ ყოფილიყავით აი ამ ბრძოლის სათავეში და არ მიგვეყანა შეერთებული მეგობარი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია იმაზრამდე რომ მიშა უკვე არის მათი რეიტინგის დამანგრეველიც რეგიონში, ხო? დამერწმუნეთ რომ მიშა გადავიდოდა პრემიერად თავისუფლად, ხოლო თუ ივანიშვილი მას აუჯანყდებოდა, ბიძინას, შუშის, სასახლის ნამსხვრევებს მტკვარი ჩაიტანდა ბაქოში. როგორც ეს მოხდა ბადრი პატრაკაციშვილის თავს. ბადრი სხვათა შორის 13 მილიარდი ჰქონდა და ბერეზოვსკისთან ერთად გონი 20-ზე მეტი. მაგრამ ვერ უშველა მილიარდი, იმიტომ რომ ამერიკა მხარს უჭერდა მიშას. აი ეს მხარდაჭერა მე ამოგვლიჯე, სწორი გავაკეთე. უფალს მადლობა და ჩემ ხალხს მადლობა, მაგრამ ამან გამოიყენა ასე არასწორად და არასახელმწიფოებრივად. მოდით მითხარით, თქვენ აცხადებთ, რომ გამარჯვების იმედი გაქვთ. გამარჯვების იმედი კი არა მაქვს. ივანიშვილს, რომელიც კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ერთადერთი ჩვენ რამდენი წელი გვაქვს ურთიერთობა? უი, აღარ მახსოვს ნამდვილად. თქვენ ახლა ისე გამოიყურებით როგორც დიდი მადლობა, თუმცა ნამდვილად აღარ მახსოვს იმდენი წლის წინ. რო შეხვდით პირველად. მე ოდესმე ყოფილი ვარ კატეგორიული ჩემი პერსპექტივების მიმართ, რომ აუცილებლად პირველ ადგილზე გავალ და გავიმარჯვებ. არასოდეს ყოველთვის ახლა რა თქმა უნდა აპროგნოზდები გამარჯვებას. არ გჯერათ გამარჯვება. იმპერატიული არ ვიყავი. აი დღეს პირდაპირ ვაცხადებ ერის და ბერის წინაშე და უფლის წინაშე. ჩემს გარდა რეიტინგი დღეს არავის არ ესინჯება. მოვიარე საქართველო თიანი აჭარიდან დაწყებული აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, გუშინ მოვჭით ქართლს, ვაგრძელებთ ამ დღეებში უკვე შემდგომ ცვლილობას ქვემო ქართლის და კახეთის მიმართულებით. არავინ არ განიხილება თქვენი მონამორჩილი შალვა ნათელაშვილის მეტი, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ერთადერთი ჩვენ ვეუბნებოდით ხალხს სიმართლეს ამ წლების განმავლობაში, ერთადერთი ჩვენ ვაკეთებდით სწორ პროგნოზს, ჩვენი ხალხი არის ბრძენი, ეხლა უკვე იციან, რომ მათ სხვა არჩევანი დღეს არ შეიძლება ქონდეთ. ამდენად ყოველგვარი ეს რეიტინგები ეხლა ის ლოთი ბიგოვა რო გააკეთებს და გამოიტანს რაღაცა სირცხვილია. რა ბრძანეთ ვერ გავიგე. ლოთი ბიგოვა რო გააკეთებს რეიტინგებს სირცხვილია, იმის სერიოზულად განხილვა ხალხო. არა, სირცხვილია, იმის სერიოზულად განხილვა და ასევე მისი მიმდევარი ნავარო რო გამოიტანს იმ კორუმპირებულ რეიტინგს. ეხლა მე არ მინდა ამერიკასთან რაღაცა ურთიერთობების გაფუჭება, ავაწყოთ ეს ურთიერთობები, თუმცა ვიმეორებ, რომ ნავარო არის ამერიკის რეიტინგის მტერი საქართველოში. არ შეიძლება ასე პირად ბიზნესად ქცევა პოლიტიკური რეიტინგების. როგორ შეიძლება ეხლა 100.000 ვინც გადაგეხდეს, ის დაწერო პირველ ადგილზე, ეს არის უზნეობის გემი და ეს გრძელდება არ მარტო ნავაროს დროს, ადრეც ეგრე იყო. გახსოვთ 2003 წელს მე რომ მიწერდა NDI 3%. მახსოვს ყველა. რამდენი ავიღე, ხო? ხო, აი იგივე მეორდება. მაგრამ ბოლოსკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. მე მაინტერესებს თუ კი ისეთი შედეგი დადგა არჩევნების შემდეგ, რომ გაიმარჯვა ოცნების კანდიდატმა ან რომელიმე სხვამ. ეს გამორიცხულია ოცნების კანდიდატის გამარჯვება. მისი ცოცხალი მხარდამჭერი მე ვერ ვნახე საქართველოში. რატო საკმაოდ მრავალრიცხოვანი ცოცხალი მხარდამჭერი მე საქართველოში ვერ ვნახე. იმ ქვეყნიური საქართველო არ მომინახულები 100 წლის შემდეგ არ ვიცი, შეიძლება იქ თქვათ მისი წინაპრები უჭერდნენ მხარს, არ ვიცი. დღეს საქართველოში ცოცხალი კაცი არ დადის, რომელიც მოხიბლული იყოს ბატონი მარგველაშვილით ვიმეორებ, არ ვიცნობ ამ კაცს, არანაირი ბოროტება მის მიმართ არ მომოძრავებს, ელემენტარულად ისიც უხერხულობაში ჩააყენა ივანიშვილმა, ესაც მისი იმპერატორული გადაწყვეტილებაა დარწმუნებული, რომ თავის პარტიას არ შეუთანხმა საპრეზიდენტო კანდიდატურა. თქვენ სწორად აუსვით დღეს იქ კითხვა. არ შეუთანხმა, უბრალოდ მოეწონა ეხლა ამის ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური მსჯელობები, ერთია ფილოსოფია, მეორეა მწარე რეალობა, მეორეა ქვეყნის მოთხოვნები, ჩვენ ტერიტორიები გვაქვს აღსადგენი, ჩვენ გარე სამყაროსთან კავშირები დასამყარებელზე და აი მითხარით როგორ აღადგენთ თქვენ ტერიტორიულ მთლიანობას? გითხრათ როგორ? მითხარით. შევწყვეტავთ ჩეჩენი ბოიეკების მომზადება საქართველოში, რის გამო რუსის ტანკები შემოვიდნენ ცხინვალში. ეს გინდათ მე თქვა, არ შეიძლება ამის თქვა ტელევიზიით. 10 წელი ეს ხდებოდა, შევარდნაძის დროს დაიწყო. ნუ ეხლა თქვენ რა გონიათ იმ ღობეების გავლება დვანში და დიდში, რამეს აძლევს რუსებს, ეხლა ისე ეხლა ღობე რო არ გავლონ, არ იქა უცბად შევარდებით ცხინვალში რამენაირად. ეს არის ჟესტი პირდაპირ, პუტინის ჟესტი, რომ ივანიშვილი ისევე მიუღებელია ჩემთვის, როგორც სააკაშვილი. თუმცა ივანიშვილს არ შეეძლო მას გადაედო ეს არჩევნების შემდეგ. საარჩევნო პერიოდი აბრალებდნენ, რომ ის იყო თითქოს პრორუსული. დღეს თუმცა არა.
პრორუსული კი არ იყო ის. არა, პირდაპირ ეძახდნენ, რომ რუსეთის მიერ მოვლენილი კაცია და დღეს უკვე სრულიად იცვლება. ის ერთჯერადად ინგა ერთჯერადად გაურიგდა მაპატიეთ კრემლის ადმინისტრაციას, ერთჯერადი გარიგება იყო, რომ თქვენ გამაყიდინებთ აი ამ ბიზნეს ობიექტებს მოსკოვში, მე აი ამას ვიზავ საქართველოში. იმის იქით ეს გარიგება არ წასულა, თუმცა ვიმეორებ, ის დაპირდა საბაჟო კავშირში შესვლას პუტინს. და კრემლი ახლა სთulis თავს გადაგდებულად, იმიტომ რომ საბაჟო კავშირში ვერ შევიდა. აი ეს არის იმ ღობეების გავლების მიზეზი. ამიტომ ჩემო ძვირფასები, პოლიტიკოსებო თუ ვინც ხართ, ვისაც გეხებათ საქართველოს ბედი. საგარეო პოლიტიკა არის ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნება და არა ყველაფრის ბღავალი და ყველანაირი დაპირების გაცემა. არ უნდა მოატყო ჩვენი ხალხი რო პატიობთ ამდენ ტყუილს, ეს ჩვენი ხალხის სულგრძელობის და ქრისტიანობის და ზნეობის დამსახურება, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში ტყუილები მთავრდება ძალიან დიდი ტრაგედიით. რაც შეგვიძლია რომ გაუკეთოთ პარტნიორ ქვეყნებს და მეზობლებს, იმას შევპირდეთ. რაც არ შეგვიძლია, იმის იქით ნუ გავალთ, თორე მე ზარალდება ჩვენი მშრომელი ამაყი დევგმირი ხალხი და მე თქვენ იმ ხალხის მონახულებაც აღარ გინდათ და თავზე ხელის გადასმა და დამშვიდება და იმედის მიცემა. ადამიანი ხო ფსიქოლოგიური არსებაა. და მერია ყოფიერი და მერია მატერიალური. ამიტომ ადამიანს უნდა ჩასვლა პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პოლიტიკოსის მოფერება უნდა მათგან, იმედის მიცემა უნდა, არც ფული უნდათ, არც პური უნდათ, პირველ რიგში იმედი უნდათ. შესაბამისად, ეს იმედი მაინც მიეცით. ხო არა გთხოვთ იმას, რომ გაყიდოს ივანიშვილმა, თუმცა ესე უნდა გააკეთოს 165 მილიონ დოლარად ღირებული პიკასოს ნახატი დორა. და ალბათ უნდა გაყიდოს, როდესაც მას ეხოცება ჩვილი ბავშვების შიმშილით ქვეყანაში და თბილისში აგერ 2 კვირის წინ მრავალშვილიანი დედა გარდაიცვალა საკვების ნაკლებობის გამო, იმიტომ რომ საკვებს აძლევდა ბავშვებს თვითონ არ ჭამდა. და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ვიმეორებ, მილიარდერმა არ იცის თავისი ნახატების კოლექცია საწა იყოს. როცა პოლიტიკოსი გახდა ბატონი ბიძინა, მისი ქონებას ეკუთვნის უკვე ხალხს. პოლიტიკოსობამდე ეს ასე არ იყო და მას უფლება ჰქონდა დამტკბარიყო თავისი ხელოვნების კოლექციით თუ სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებით. ეხლა მთელი მისი ქონება, მისი ნახატები ეკუთვნის ხალხს, მისი სულიც ეკუთვნის ხალხს და შესაბამისად მან ეს პასუხისმგებლობა თუ არ იგრძნო და თუ ჩემუდნების ჩალაგება გააგრძელა და საკუთარი ტოლვილების მეთქი ფაქტობრივად ტოლვილები არიან, ეგრე პოლიტიკური ტოლვილები, იმიტომ რომ საკუთარი ასე თქვა არაფერი არ გააჩნია და დანიშნული საკუთარი პრეზიდენტის და პრემიერების დასახელება გააგრძელა, ძალიან ცუდად დაამთავრებს საკუთარ პოლიტიკურ და საჯარო მოღვაწეობას. მე გავახსენებ, რომ საქართველოს ის ქვეყანაა, რომელიც არ ემორჩილებოდა წმინდა თამარ მეფესაც კი. თქვენ ხო გახსოვთ, თამარ მეფეს აუჯანყდა მაშინდელი ელიტა, მოსთხოვეს კარავის, ანუ პარლამენტის შექმნა, დაუდგეს იქ კარავი ეგრეთ წოდებული და თამარის ყველა გადაწყვეტილება გადიოდა რატიფიკაციას. და ეს გაუბედეს დიდ მეფეს. ბაგრატიონს, თამარს და ეხლა თუ ამას გონია რომ მისი დანიშნული სატელიტები იქნებიან ერისთვის მისაღები და მისაბაძი და მხარდასაჭერი, მას არ ცნობია თავისი ხალხი და ამაზე შემიძლია მხოლოდ წუხარება გამოხატოს. ნახოთ როგორ მიიღებს ერი და ხალხი მის დაუშვათ მხარდაჭერას მარგველაშვილისადმი, ამას არჩევნები აჩვენებს, არჩევნებამდე ჩვენ ალბათ არაერთხელ მოგიწევთ ამ სტუდიაში და ბევრი საინტერესო საუბარი. მე მინდა კიდევ ერთი გაფრთხილება გავაკეთო ქალბატონო ინგა ივანიშვილის მიმართ. თუ მოხდება არჩევნების გაყალბება და არჩევნები აუცილებლად იქნება გაყალბებული თუ მე არ გავედი პირველ ადგილზე, ხალხს დაუძახებ ქუჩაში. მე კეთილინებას არ ვიმუქრები. კონსტიტუციური მშვიდობიანი მეთოდებით ხალხს დაუძახებ იგივე ქუჩაში. სამბობს ნინო ბურჯანაძეც, ანუ რაღაც ხვარი გეგმება მიღმა, რომ არჩევნების შემდეგ არა უკაცრავად. შეთქმულების თეორია რაშუაში ამბობთ, რომ თუ მე არ გავიმარჯვებ, ხალხს დაუძახებ ქუჩაში. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში და ეს არ არის ციდან მოსული, ეს ჩემი ხალხის თვალებში და სულში ჩახედვის შედეგია და ეს არის ყველაზე დიდი რეიტინგი, რაც კი შეიძლება გააკეთოს პოლიტიკოსმა თავის ცხოვრებაში. წარმატებებს გისურვებ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ. ალბათ ძალიან მალე ისევ იქნება ჩვენი სტუმარი ლეიბორისტ ლიდერი, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშაც ეს იყო შალვა ნათელაშვილი, რამდენიმე წუთში პოლიტიკურ შეფასებებს უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისგან მოვისმენთ. არსებობს 1-2 კაცი, რომელიც შესაძლებელია კოალიციიდან წავიდეს, თუმცა ისინი გადატრიალებას ვერ მოახდენენ. ეს განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. რა ხდება ქართულ ოცნებაში და ვინ არიან ის დეპუტატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კოალიციიდან გავიდნენ. სულ რამდენიმე წუთში ჩვენ ეთერში ვართ. ხელებს სავამტრებ. ეს დაიწყება სამეგრელოდან და სამეგრელოს მიეთამაშებიან. ვინდა რატომ ემუქრება უმრავლესობის ლიდერს და რატომ წვავენ სამეგრელოში დავით საგანელიძის ფიტულებს? არის თუ არა ქართულ ოცნებაში დაპირისპირება და შესუსტდა თუ არა საგანელიძის გავლენები ივანიშვილის კარზე? არის რაღაცა გარკვეული დადგმული სერიალი დავით საგანელიძის წინააღმდეგ.
ის ხელმძღვანელობდა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნების დროს და ხელმძღვანელობს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს 27 ოქტომბრის არჩევნების წინ. იქნება თუ არა მეორე ტური, როგორ აფასებს საგანელიძე მარგველაშვილის შანსებს. დღეს 20 საათზე უმრავლესობის ლიდერი დიდ პოლიტიკაში და კითხვები, რომელიც საგანელიძის მისამართით ბოლო 1 წლის მანძილზე დაგროვდა. პრემიერი და ტელეჟურნალისტები რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტების შემდეგ ღია შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი და ქვეტექსტები დღეს ზუსტად 20 საათზე თოქ-შოუში დიდი პოლიტიკა. გიყვებით ყველაფერზე, გიჩვენებთ ყველაფერს. მაშასე დღის შეფასები დიდი პოლიტიკის სტუდიაშია დავით საგანელიძე. 1-2 კაცი უმრავლესობიდან სიტუაციის აყირავებას აპირებს. ეს დღეს პრემიერმა განაცხადა. საღამომშვიდობისა ბატონო დათო, მადლობთ რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. მე თქვენთან საუბარი უნდა დავიწყოთ დღის მთავარი თემით. უყურებთ პრემიერის და ტელეჟურნალისტების შეხვედრას. უყურე რა თქმა უნდა სამწუხაროდ შეიძლება რაღაც დეტალები ვერ ვნახე დღეს იმდენი სხვა პრობლემაც იყო, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადე. როგორი გქონდათ რეაქცია, როგორი არის თქვენი შეფასება? რა ხდება? რატომ გადაწყვიტა მან რომ ასე ტონში ესაუბროს ჯერ ექსპერტებს, ეხლა ჟურნალისტებს, დატოქსოს, თითი დაუქნიოს, კრიტიკული შეკითხვების ნაცვლად მოითხოვოს, რომ უნდა ვაქოთ და ვადიდოთ მთავრობა. რა ხდება? ეს თქვენი შეფასებაა. თქვენ ასე არ დაგინახავთ, რომ ეს იყო რაღაც ტონი მოგეწონა. მე სხვათა შორის როგორც გეტყვი, მე როგორც წინა შეხვედრა თქვათ ექსპერტებთან შემდგომ გვიან ძალიან დეტალურად ვნახე. დღეს ასევე ღამით ალბათ ძალიან დეტალურად უფრო გავაანალიზებ, მაგრამ დავიწყებ იმით, რომ იმაჩნია რომ ეს არის უპრეცედენტო რამ, როცა ქვეყნის პრემიერი პირველი პირი ეხა რეალურად ადამიანი, რომელსაც ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს და ამხელა ნდობის მანდატი აქვს საზოგადოების მხრიდან, არ ერიდება და არ უფრთხის იმას, რომ ასე ღიად პირდაპირ ეთერში ესაუბროს ექსპერტებს და მან ყველაზე კარგად აქვს გააზრებული ის, რომ ასეთი საუბრები რასთანაა დაკავშირებული, რომ არის ბუნებრივია რთული კითხვები, რომ არსებობს გარკვეული კრიტიკა, ესაუბროს ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც ახლა თქვენ პროფესიონალები ხართ, ხო, ბუნებრივია ეკრანთან ურთიერთობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, რაც ბუნებრივია ისეთ ადამიანსაც კი როგორც ბატონი ბიძინა, რომელსაც არ აქვს ამისი ჩვევები წლების განმავლობაში მიღებული, თუნდაც პროფესიული, ხო? არ მოედიდა და ამდენ ჟურნალისტს ერთად გესაუბრათ, ის რომ დღეს საზოგადოებისთვის ყველა თემა არის გახსნილი. ის რომ დღეს თქვათ თქვენ ღია ეთერში პრემიერს შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა უთხრათ, პრეტენზიები დააყენოთ მის წინაშე, ან მან თავისი პოზიციები თქვას თქვენთან და ეს ასე ღია დახურულ კედლებს მიღმა კი არა საზოგადოების თანდასწრებით ისაუბროს. ეს არის მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება ამ ბოლო 1 წელს და ერთ სიტყვით კიდე რა. ანუ ეს საუბარი იყო თუ ეს იყო დატოქსვა და თითის დაქნა? არ იყო დატოქსვა. მე ნამდვილად ვერ დავინახე ვერც ერთი თქვათ შეიძლება იყოს შენიშვნა. რამდენად ნორმალურია რომ მთავრობის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს იბარებს და აძლევს შენიშვნებს? არა, მაბადე დაბარებით არავის დაუბარება. არა, ნუ შეხვედრა იგეგმება. კი აბსოლუტურად სხვადასხვა დაბარება არის, როცა გიბარებენ, აბეთე არ მოხვიდე და შეხვედრა არის ის, როცა გთავაზობენ პირიქით. მე დავინახე რომ ბევრი ძალიან გულწრფელი იყო, რატო ჩვენ ვერ მოხვდით. ანუ პირიქით თქვენთვის იყო. ფორმულირებაზე შევთანხმდეთ ფორმაზე, ეხლა მეორე. ეს რა იყო? ეს იყო დატოქსვა. სამწუხაროდ ინგა საქმე იმაშია, რომ სხვათა შორის ერთ-ერთმა ბრძანა რომ ვინ იყო რომელმა აღარ მახსოვს რომ საერთოდ ჩვენ მივეჩვიეთო რომ ჟურნალისტები ეს იყო ის კასტა რომელზეც არ შეიძლება საერთოდ არაფერი ერთ თავის დროზე ნაციონალური მოძრაობისგან მაქვს მე მოსმენი მე სხვათა შორის ერთს ვიტყვი რა რომ და ვინც ეს მიიღო თქვა ხა შენ გააკეთე კიდე აქცენტები იმაზე რომ აი რატო ვართ ჩვენ ფოსტალიონები მან ბრძანა სხვათა შორის მე გადავახვიე მე დამაინტერესა თქვა რომ ჟურნალისტი არ უნდა იყოს ფოსტალიონი და შენ თავზე მიიღე არა, მე ჩემ თავზე მივიღე, იმიტომ რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას მოყვა. არა, არა, მე ნამდვილად არ ჩავთვალე, რომ შენს მიმართ იყო, ნათქვა, მართლა გულწრფელად გეუბნები. ხა ბევრჯერ უთქვათ, რომ აი ქირურგები, ყასპები არიან, არასოდეს ჩემ თავზე არ მიმიღია, მე, იმიტომ ის რაც მე არა ვარ, ჩემ თავზე. როცა თქვენს გაკეთებულ ოპერაციას თუ კი მოყვებოდა ეს შეფასება, მე თქვენს. არა, თქვენზე არ იყო, ნათქვა. ეს შეფასებაც არსებობდა კიდე, ითქვა, რომ თქვათ ეს პოსტალიონობის თემაც ცოტა სხვა, მაგრამ პრეტენზიები ჟურნალისტების მიმართ ბუნებრივია გვაქვს. ხა მე ხო იცი როგორი პირდაპირი ვარ. ეს შეიძლება პოლიტიკოსის ნაკლია, რასაც ვამბობ იმას ვიქოთ. იგივეც გეტყვი მე რა. დღეს რა თქვენ ჟურნალისტიკაში ვერ ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად უპრინციპო, აბსოლუტურად თქვათ არაობიექტური, განსაკუთრებით ბეჭდით მედიაში.
არა რა მოდი მეკითხები მოდი მე მე დღეს იქ ვიცით და იმ ჟურნალისტებიდან ვერცერთზე ვერ ვიტყოდი რომ დაგეთანხმებით იმ შეფასებაში რასაც მე განსაკუთრებით მაგრამ იგივე პრესასთან დაკავშირებითაც არა იგივე ტელევიზიები ხა კაი ვინც იჯდა მე მართლა ბევრ ძალიან პატივს ბევრი ძალიან მიყვარდა ჩემი მეგობარია ზოგს ახლა ასე თუ ისე შორიდან და მათზე არ მაქვს საუბარი მაგრამ პრეტენზიები რომ ჟურნალისტიკაზე და ჟურნალისტიკის მიმართ გქონდეს ან ჩვენ პოლიტიკოსებს ან საზოგადოებას რატო გიკვირთ და რატო გწყინთ მაგრამ არ ყოფილა მანდ მე ნამდვილად ის საუბარი ბუნებრივია საუბრის ტონი ხან მაღალია ხან დაიწეროს ხან თქვა რითმია სხვადასხვა ბუნებრივია ბედაშიც ახლა ამ წუთში შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათო და ის რაც გვექნება მაგრამ მე გარნიშნავს იმას რომ ამ შემთხვევაში მე ჟურნალისტად არ ვიმაჩნი ხარ და ვიცი რომ ძალიან კაი ჟურნალისტი ხარ და თუ მე როგორც პოლიტიკოს ან როგორც ქირურგს მაფასებდი როდესმე მადლობელი ვიქნები კარგით მოდით ბატონო დათო ერთ კითხვას დაგისვათ მე დამჩა ისეთი შთაბეჭდილება რომ პრემიერს არ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას თქვენ რომ მკითხეთ რომ აი რატომ მიიღეთ შენს თავზე ეს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას მოყვა და აი აქედან გამოვდივარ სწორედ დაგჭირდა დაახლოებით 1 საათი იმისთვის რომ პრემიერისთვის აგვეხსნა რომ მისი მინისტრები არ იყვნენ ნამყოფი დვანში არამედ იყვნენ სულ სხვა სოფელში ნამყოფი რომელსაც ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილი ყოფს მე გამიჩნდა ასეთი მოსაზრება რომ მას არ ქონდა ინფორმაცია მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება იმავე დვანში ანუ პრემიერი ამბობდა რომ როგორ არა ჩემი მინისტრები იქ იყვნენ რა ხდება რა პრობლემაა კოალიციაში რატომ არ აქვს დაუშვათ პრემიერს ასეთი ტიპის ინფორმაცია მოდი ასე ვთქვათ ახლა კოალიციის პრობლემები ცალკე ვისაუბროთ ხო ეს კოალიციასთან არანაირი კავშირი არა ეგ ამ მთავრობასთან დაკავშირებული თემა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი ასე თუ ისე ბევრ რამეს ვხედავ ბევრ რამესთან ამაქვს შეხება რომ ის სამსახურები რომელიც პრემიერს აწვდის ინფორმაციას არაობიექტური ინფორმაციას აწვდის ან არაზუსტს ახლა რომელია სწორი ამ შემთხვევაში ობიექტური იქნება თუ ანალიზს აწვდიდა თქვა ხო პრემიერთან მიდის ინფორმაცია და ძალიან სხვადასხვა მხრიდან არა ერთ ხაზზე დაკიდებული ბუნებრივი ინფორმაცია მიდის ადგილობრივი მმართველობებიდან ინფორმაცია მიდის პრესსამსახურებიდან ინფორმაცია მიდის იმ სამსახურებიდან ვისაც ევალება გარკვეულად სიტუაციის ასე რომ ეხა ის რომ თქვა მინისტრები არ იყვნენ აქაც მე ვერ გეტყვი შეიძლება თვითონ მინისტრი არ იყოს რომელიმე ჩასული არა ჩვენ მე არავის არ ვამართებ მაგრამ აქ სამსახურებზეა საუბარი ეხა ჩემთვის მაგალითად სიმართლე გითხრათ ეხა მინისტრი ჩავა თუ მისი მოადგილე რომელსაც უშუალოდ სისტემა ეხება შინაარსობრივად მე სხვაობას ვერ ხედავ პოლიტიკურად გეთახმ. გადაგაქვთ. არა არ გადამაქვს, არ გადამაქვს. პოლიტიკურად შეიძლება საუბარი იყოს რომ მას ეგონა რომ მისი მინისტრები იყვნენ ნამყოფი იქ. არა, მან ძალიან კარგად იცის ის რომ მისი მინისტრები იყვნენ იქ ნამყოფი და ეს თემა მათ შესწავლილი აქვს და ამ თემაზე ისინი მუშაობენ, ოღონდ კონკრეტულად იმ სოფელში იყვნენ თუ იმ სოფლიდან დაცლილი. არ ქონდა ეს ინფორმაცია და ამაზე არა, ეს ხო არ არის თქო ძალიან სერიოზული პრობლემა მისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. ვიცი რომ შენ მარტო ჟურნალისტი არ ხარ, პოლიტიკაშიც იყავი გარკვეული პერიოდი და ამ კუთხიდანაც შეხედე. მენეჯმენტიც იცი. შენ წარმოგიდგენია რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება გამდენი თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, იგა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ იცოდე არა ის როგორ დაარეგულირო, როგორ ხდება იმის გამოსწორება, ვისთან როგორი დიპლომატია დაგჭირდეს, არამედ სოფლების დასახელება, რომელ სოფელში. არა, ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ როდესაც დვანზე არის ლაპარაკი ასეც ხელწერტილზე, უნდა ყოფილიყო. კარგით, ერთ ამ კონკრეტულ თემაზე სოფელზე ნუ ვიტყვით, იმ სოფელი თუ ესო, ესეთი თემა, რომელიც არ ამგონია, რომ იყო. ფონდის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში. ძალიან ვერანაირად ვერ ვეთანხმები, როგორ პატივსაც არ უნდა ვცემდე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ღია ჩარევა ტელევიზიების საქმიანობაში იქნებოდა მაშინ, რომ ბიძინა ივანიშვილს თუ ვინმეს მისი სამსახურებიდან ტელეფონით დაერეკა, ეთქვა, აბა შენ ახლა ამას გააკეთებ, ეს რატო დაებარებინეთ. არაც იმან თქვა, რა ქვია, ალეკო გამოსულიყვნენ და მე დაებარებინათ. ღია როგორ მან შეიძლება თქვა რომ ეს იყო ან არაობიექტური ან კრიტიკა იყო ჩვენს მიმართ არასამართლიანი ან ტონი იყო ეგ სუბიექტური თემებია მაგრამ ის რომ ეს იყო ღია ჩარევა იქნებოდა მაშინ რასაც ტელევიზიები წლების განმავლობაში განიცდიდნენ და ეს იყო ჩარევა. სად იყო ჩარევა? ჩარევა კი არა, პირიქით კაცს თქვა რომ აგერა ვარ, აგერა ხართ, მოდი ვისაუბროთ. კარგით, მე ერთი რამ მინდა, კარგით, ეს თქვენი პასუხებია. საერთოდ მასია, მე თუ მინდა თქვენ საქმიანობაში ჩავერიო, რომ რაღაცები ვმართო, ამას ეკრანების წინ კი არ გავაკეთე და საზოგადოების წინ. ინგა,
და ამისი როგორმე იცის ბატონმა ბიძინამ როგორ უნდა თუ ჩაერიო. სწორედ რომ არ ჩაერია და სწორედ რომ ყველა ეს თემა გახსდა და საჯარო გახდა და მე ძალიან მიყვარს მაგ ღია საზოგადოება საქართველოსი. ეხლა თვითონ სახილეავს რომ ღია შეხვედრა იყო და ეს აჩარევა? ნუ ალბათ დასკვნა გაკეთდა სწორედ იმ საუბრიდან და შენიშვნებიდან გამომდინარე. მე ერთში დაგეთანხმებით, სულაც არ ვარ ეხლა ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვსაუბრობ, რომ წლების განმავლობაში ეს იყო წარმოუდგენელი თემა და ჩემი გადაცემის შესავალიც ასე დავიწყე, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საერთოდ წარმოუდგენელი იყო ასეთი რამე, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებშიც ძალიან უცნაურ ტენდენციებთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჟურნალისტებს თითი ესეთი ტონით დაელაპარაკო და უთხრა რომ შენ მე კი არ უნდა მაკრიტიკო, არამედ შენ უნდა აქ მთავრობა, იმიტომ რომ მინისტრები ნერვიულობენ, როდესაც მასზე რაღაცა ფინდა იმას რაც ართულა. კიდე კარგი რომ ეგ ნაწილი ძალიან კარგად მოვისმენე. საუბარი იყო იმაზე, რომ არა მარტო უნდა აკრიტიკო. აკრიტიკე ბუნებრივად თქვენი ყველაზე მთავარი ამოცანა ისაა რომ ტონუში რო ყავდე შენ მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, დათო საგანელიძე უნდა აკრიტიკო თუ გასაკრიტიკებელია, მაგრამ შემოკარგო ხანდახან გაიხსენო რომ თურმე რაღაცა სიკეთეც უნდა თქვა თუ ეს კაი ადამიანი სიკეთეს აკეთებს. აი ამაში იცით რა პრობლემაა? ობიექტური უნდა იყოს. მაპატიე, აი ახლა თქვენს იმას ტელევიზიის იმას უყურე, წინ რა ქვია, ჩანართი თუ რაც არის ანონსი, ხო? აი იწყებ იმითი და 30 ჯერ დატრიალდა რომ რატო წვავენ დავით საგანელიძის ფიტულებს ზუგდიდში და რატო ებზვიან. სულ ეს თემა მიდის, როცა ერთმა ადამიანმა კაცმარიცის ვინ არც პარტიის წევრია, არც ის არის, მაგაზე ალბათ მე ვისაუბრებ. დაწვა ერთხელ ფიტული, შეიძლება თავისი რაღაცა დაავადება, არ მოწონს მე რა ყველა ღმერთთან დამიფაროს ყველას ეს შეიძლება ტელევიზიამ ყველა ატრიალო და ვინმე ამაზე მეორე მხარე რამდენჯერმე გამოვიდა პარტიის ორგანიზაცია და თქვა რომ ეს კაცი საერთოდ ვინ არის არ ვიცი და ვინმე ეს თქვა იმიტომაც ჩავსი ანოში ეს არის იმიტომ რომ ვიცოდი რომ თქვენ აქ უნდა ყოფილიყავით არა ეს შენ ამაზე ეს ტრიალებს სამი თვეა და ეს კაცი კაცმარიცოდა ვინცის რეკლამას გაიკეთებს ახლა ვიღაცა მეორე წავა კიდე დაწვავს გავატან ფეხსაცმელს თუ და დაწვავს მოდით ერთ კითხვას და რეკლამას იკეთებენ ზოგიერთები ამით ეს არის ჟურნალისტიკა გაზეთში როცა ხედავ ისეთ სისულელეებს და თუ შეკაიკაცო ყოველ კვირას, ყოველ დღე ერთსა და იმავე კაცზე მიზან მიმართულად, იმიტომ რომ დავალებული გაქვს, ან შენ გინდა ასე, რომ ერთ იგივე ცუდი, ერთხელ ამ კაცს კითხე რა, იქნებ ამის საპასუხო აქვს რამე. გეკითხებით, დაკარგა თუ არა დავით საგანელიძემ გავლენები პრემიერის კარზე, ამბობენ რომ თქვენ ჩაგაჩოჩეს. აი ამ პრობლემების გამო სწორედ რაც ასახული იყო. ან ჩაჩოჩებული თუ მეტყობა რამე, ან გავლენების, მე არც გავლენა მჭირდება არასოდეს და არც ვიბძვი გავლენას. შენ კარგად იცი რა. მე არც თანამდებობა მქონია ამოჩემებული, იმიტომ რომ 2 მანდატი მაქვს პარლამენტის დატოვებული. ერთადერთი რაც ძალიან მინდოდა და რასაც მივახცე, ის ხელისუფლება, რომელიც იყო ასეთი უზურპატორი და ასე ანგრევდა და ჭამდა ჩემ ქვეყანას, იმ ხელისუფლების პირობებში ჩემი შვილები არ დამეტოვებინა. არაფერი სხვა მე არ მაინტერესდა. მეორე, როცა ჩამაბარეს ის დიდი მანდატი, რასაც ქვია შტაბის ხელმძღვანელობა იმ არჩევნების, რომელიც წარმატებით მოვიგეთ და მე ჩემი პატარა როლი და პატარა აგური დავდე, კიდე უფრო დიდი დაფასება იყო ჩემი, როცა გიორგი მარგველაშვილი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ღირსეული კაცი შტაბით ჩამაბარეს. ამას მე ვიყვან ბოლომდე. თუ ვინმეს არ მოწონს რამე, თუ ვინმეს იმაზე გული ეწובה, რომ რატო შტაბის ხელმძღვანელი ვერ გახდა მარტვილში, იმიტომ რომ წინა არჩევნების დროს იყო და ჩააფლავა ძალიან მარტივად რო თქვა. ყველანაირი სისულელე, ყველანაირი არასწორი, ყველანაირი უბედურება და მეორედ ვერ ეღირსა და ვერც ეღირსება ასეთი ადამიანი, ასეთ რამეს და ის მერე გამოვა და გამწარებული რამეს დაწერს. ან და თქვათ იგივე თქვათ შიგნით შეიძლება რა იყოს 2, 3, 5 ადამიანი ვინ არის ეს 2, 3, 5 არა დღეს პრემიერმაც ისაუბრა არა არსებობს ერთი 2 კაცი ვინც სიტუაციის აყირავებას აპირებს რაში გამოიხატება რა ხდება ამ ერთ ადამიანს სხვადასხვა ახლა ძალიან ბევრი დაიწერა მაგაზე რომ აი უმრავლესობის ფრაქციასთან შეხვედრა იყო პრემიერის და იქ როგორ ჩაიარა ამას როცა თქვა ჩემს მიმართ ჰქონდათ პრეტენზიები ძირითადად იყო ეხლა ვეგეთქვით რომ იცოდეთ 2 და 3 არა მეტი დაახლოებით 10-12 კაცი ვინც ითხოვდა ძირითადად მაჟორიტარები რომ აი ჩვენ რაიონებში ვიქნებით შტაბის ხელმძღვანელები საარჩევნო შტაბის ანუ განაწყენებული მაჟორიტარები არიან ისინი არა მარტო მაჟორიტარები მარტო არავინ ეს ეხლა მე ვერ გეტყვი გასვლას ვინაპირებს და როგორ ეს ინფორმაცია მართლა გულწრფელად არა პრემიერმა რო თქვა დღეს ამიტომ ვინაიდან რა თქმა უნდა ჩემზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს მე ეს ინფორმაცია რო გასვლას აპირებენ ნამდვილად არ ვიცი მე პირიქით გეტყვით იმ ინფორმაციას რომ ჩემზე ნაწყედი არიან რომ არ დავნიშნე შტაბის ხელმძღვანელებად იმ მარტივი ბიზნესის გამო რომ მიმაჩნია რომ დეპუტატზე მეტი მანდატი თუ საქმის გაკეთება გინდა არ არსებობს და შტაბის უფროსი რომელიც არის ერთ-ერთი თქვა ჭანჭიკი თელ სისტემაში და მას იბარებს
ჩემი სამსახურის ხელმძღვანელი, აბა იქ ანგარიშები უნდა მოიტანოს, აბა იქ რაღაცა ის სოფლები უნდა მოიაროს. ამას პარლამენტარს ვერ დაავალებ. გასაგებია. იმიტომ რომ მათ ჯერ ერთი ბევრი საქმეა, ერთი და მეორე ვერ მოგერიდება და ვერ ეტყვი. არ იქნებოდა სწორ. ამაზე განაწყენებულები, ეხლა ის რაღაც პატარა ჯგუფი თუ ოცნებობს იმაზე, რომ დათო საგნაძე სადმე ჩაჩოჩდეს, ჩემი მეგობრები არიან ისინი, ერთ რამეს ურჩა. სხვადასხვა ის დღეს ვკითხე, ერთხელ მაინც მოსულხარ მეთქი, ერთ ჩემთან და თუ არა, შენთან არ მოსულვარ, აბა ჩემთან თუ არ მოდიხარ და არ არკვევ საქმეს გაზეთში ყოველდღე როწერი რაღაცას ხან სახელი და გვარი და ხან როგორც ის რა ინკოგნიტო. არა, ნაწყენი არა, იმიტომ რომ მე საერთოდ გუნდური მოთამაშე ვარ. სპორტში გუნდში ვიყავი, ცხოვრებაშიც გუნდით მოვდივარ და აქაც და გუნდს მე ყოველთვის ჩემ ოჯახს ვადრე. ჩემი ოჯახის პრობლემა არასოდეს მე გარეთ არ გამიტანია. და პრობლემაც არ უნდა მქონდა და ჩემ ოჯახად ვთვლი მე უმრავლესობასაც ჩემ ოჯახად. კი, თუმცა კიდე ერთხელ ვაგო პრემიერმა ისაუბრა დღეს ამაზე თავად რომ რამოდენიმე ადამიანი, 1-2 ადამიანი. არა, ის 1-2 ადამიანი შეიძლება გვარიც ვიცოდე დაახლოებით და ასე ოჯახის პრობლემები გარეთ არ გამაქვს ხო ინგარ. დათო საგანაძეს ხო იცნობ რამდენი წელი. სადმე გინახავს რომ მე გვარებით დამესახელებინო სადმე მე ძალიან პირდაპირი ვარ. ოღონდ მაშინ როცა კამერა არ არის, ძალიან პირდაპირი ვარ, როცა ჟურნალისტი ყველას ვეუბნები სათქმელს, იმიტომ რომ ძალიან ყვახეთ ხანდახან, მაგრამ დახურულ კარებში, კარებს რო ვაღებ, გადაუკოცნი მოვეფერები და ისევე კი ბატონო, მე ბოლო კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ბოლო კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ბოლო ორი კითხვა. იცით ვინ არის პრემიერი მომავალი? ნამდვილად არ ვიცი. მოგწონთ რომ მემკვიდრეს ასახელებს პრემიერი ივანიშვილი? მემკვიდრეს დაასახელებს კოალიციას, არაერთხელ უთქვამს ბატონ ბიძინას და მე დაარწმუნებული ვარ მაგაში, როცა მას უკვე ჩათulis რომ ის უნდა წავიდეს. თქვენთან ჯერ კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თქვენ უმრავლესობის ლიდერი. ჩვენთან მიდის კამათი იმის შესახებ, რომ ბატონი ბიძინა გასაგებია რომ უნდა წავიდეს და მე ნამდვილად მესმის და ვეთანხმები იმაში რომ უნდა წავიდეს, მაგრამ კანდიდატურა არ იცით ჯერ? უბრალოდ დროში ვერ ვთანხმდებით. მე სხვა მოსაზრებები მაქვს, როდის უნდა წავიდეს, გულახდილად ვამბობ, ამაზე არაერთხელ მithქვას ბატონი ბიძინასთვის და ღია თქვენთანაც ვამბობ, თუმცა რომ უნდა წავიდეს, ამაში ვეთანხმები იმ мотиваციების გამო, რაც მან შესანიშნავად ჩამოთვალა, იმაჩი რომ უბრალოდ ეს ცოტა გვიან უნდა მოხდეს. ერთი კანდიდატურასთან დაკავშირებით მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არ დადგება საკითხი, რომ ამ რიცხვში, ამ თვეში ის უნდა წავიდეს. მაგრამ ის ამბობს, რომ მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, არა? ის ამბობს, რომ მას აქ რამოდენიმე კანდიდატურა, რომელთა შორის ალბათ მიიღებს თავის თავში გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდგომ წარმოუდგენს კოალიციას. დამიჯერებთ, რომ არც ერთი თემა მარგველაშვილის თემაზე გაიარეთ? აბა ალასანიამ რომ თქვა იმ დღეს რომ ეს მიიღო, ეს გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა და ჩვენ არ გქონიაო ამაზე. უკაცრავად პრემიერმა და არ გქონია ამაზე კონსულტაცია. როგორ პატრიოტები ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ახლობელი. მან გადაწყვეტილება მიიღო თავის თავში ვინ წამოიყენებინა ჩვენთვის. და თქვენთვის მისაღები იყო აპრიორი მისი შემოთავაზება. არა, შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები იყო, ვიღაცისთვის არა. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო. და მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე სწორი და ყველაზე კაი გადაწყვეტილება. ვიღაცა შეიძლება არ მოეწონა, მაგრამ თუ არ თქვა, აბირან გულში მღეროდა არ ვიცი. მე თქვი ის, რაც განვიცადე და თქვი, რომ ესე იგი ეს იყო ყველაზე სწორი როა. ამას დაინახავთ თქვენს, დაინახავთ ჩვენი მაყურებელს, დაინახავთ მოსახლეობას. ისე პირველ ტურში ისეთი გამარჯვებით დაამთავრეს. ნახოთ, ოპტიმისტური არის თქვენი განწყობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მიიღეთ განაცემაში მონაწილეობა. თქვენც ასევე წარმატებებს გისურვებთ. მაშინ ეს იყო დავით საგანელიძე. რეკლამის შემდეგ ტელეწამყვანები და პრემიერი რას ემსახურება ექსპერტების და ჟურნალისტების დატოქსვა პირდაპირ ეთერში. რეკლამის შემდეგ მამუკა არეშიძე, ირმა ინაშვილი, ნათია კობერიძე, ნანა დევდარიანი, ხოლო ქუთაისის პარლამენტიდან ჩაგვერთვება დეპუტატი ანი მიროტაძე, რომელიც კოალიციის წევრია და რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი იყო. ელისო ჩაფიძეს არ მოეწონა დღევანდელი შეხვედრა. მოეწონა თუ არა ეს შეხვედრა ანი მიროტაძეს. დაგველოდეთ. პრემიერი და ტელეჟურნალისტები რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტების შემდეგ ღია შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი და ქვეტექსტები დღეს ზუსტად 20 საათზე თოქ-შოუში დიდი პოლიტიკა. გიყვებით ყველაფერზე, გიჩვენებთ ყველაფერს. მაშასე ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ირმა ინაშვილი, ნათია კობერიძე, ნანა დევდარიანი, მამუკა არეშიძე, ისინი ორივენი ყოფილი ჟურნალისტები არიან და სულ რამდენიმე წუთში ქუთაისიდან ჩაგვერთვება ანი მიროტაძე, ასევე ყოფილი ჟურნალისტი და ამჯერად უმრავლესობის წევრი. მე მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი დღევანდელი შეხვედრის შეფასებით. ძალიან მკვეთრი, ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება მოვისმინეთ და პირველ კითხვას თქვენი ნებართვით დავუსვამ ირმა ინაშვილს, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი და მამუკა არეშიძე, რომელთა გვარებიც იმ
შეხვედრაზე დასახელდა. რატომ არ იყავით შეხვედრაზე? პრემიერმა თქვენი მისამართითაც გამოთქვა ესეთი კრიტიკული შეფასებისა განცხადება გააკეთა თქვენი შეფასებების გამო ეგრეთ წოდებულ კოაბიტაციასთან დაკავშირებით. მოგესალმებით და მიხარია რომ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ. მე არ ვიყავი, მქონდა უბრალოდ პირადი მიზეზი, რის გამოც არ ვიყავი. ჩემი უახლოესი ადამიანი არის ავად და მე მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ ძალიან მწუხვა რომ ამ ობიექტური მიზეზის გამო ვერ დავესწარი შეხვედრას. გაჩნდა ბევრი კითხვა, ვიყავი თუ არა მიწვეული. მე ვიყავი მიწვეული, პირადადაც დამირეკეს და დამპატიჟეს ამ შეხვედრაზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მისვლა. თუმცა რა თქმა უნდა ძალაში რჩება ყველა ის ჩემი პოზიცია თუ შეხედულება, რასაც ვახმოვანებდი ჩემს გადაცემებში და სხვა გადაცემებში სტუმრობისას. შენი მისამართით გამოთქმული შენიშვნა, ჟურნალისტებთან საუბრის ტონი, როგორ აფასებ შენ ამ ყველაფერს? ეს იყო დატუქსვა, ეს იყო რაღაც თითის დაქნება თუ არ ვიცი რა. საერთოდ ეს ფორმატი ახალი არ არის. თქვენ გახსოვთ, რომ შევარდნაძის პერიოდშიც იყო ესეთი ფორმატი, ის ხვდებოდა ჟურნალისტებს, მაგრამ ტონალობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. კი, ეპოქაც სხვა იყო მაშინ. არ იყო ეს დრო და ეს ვითარება, მაგრამ ფორმატი ესეთი არსებობდა თავის დროზე. მე ვფიქრობ, რომ მე რომ ყოფილიყავი პრემიერის პიარ მრჩეველი თუ რაც ქვია, მე მას აუცილებლად ურჩევდი ტონალობის შერბილებას, ანუ გათბობას. ასეთი ტიპის შეხვედრებს უნდა ახდეს კონსტრუქციულობა. ეს არ არის ხო რინგი. აქ უნდა ვიმუშაოთ ჟურნალისტებმა და პრემიერმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პრემიერმა და ასე შემდეგ. ეს უფრო გავს რინგს. და უბრალოდ ეს შენიშვნა მაქვს მე, ეს არ მომწონს. შეიძლება მეტი კონსტრუქციულობა შემატებოდა ამ შეხვედრას, რო არა რაღაცა ესეთი განწყობა თვითონ. და როგორ ფიქრობთ თქვენ, საერთოდ რაში სჭირდება პრემიერს აი ესეთ ღია ეთერში შეხვედრები ექსპერტებთან? მე წავიკითხე ქალბატონი ნანა დევდარიანის განცხადება, როდესაც ექსპერტებთან იყო შეხვედრა, რომ პრემიერიო იმ ტოტს იჭრისო, რომელზეც ის ზისო. თქვენ როგორ აფასებთ? აი ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ უკვე დღეს ტელეჟურნალისტებთან. რა არის, რისთვის იყო ეს საჭირო და რა დაინახეთ ამ შეხვედრიდან? მე ვფიქრობ და ალბათ არ მეჩვენება, რომ იმ ვაკუუმს, რომელიც არის პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილის გარშემო, გასაგები მიზეზების გამო ცდილობს, რომ შეავსოს პრემიერ-მინისტრმა, იმიტომ რომ ის მისი კანდიდატურაა და რამდენადაც შეუძლია ეხმარება მას. საუბედუროდ ამ დახმარებიდან ძალიან ცუდი შედეგი რჩება, როგორც ექსპერტებთან შეხვედრისას, ისე ჟურნალისტებთან. ძალიან იოლია ნებისმიერ ადამიანს დაარიგო ჭკუა. საერთოდ ცნობილია, რომ პოლიტიკა და ფეხბურთი ყველას გონია, რომ ძალიან კარგად იცის. ასევეა ჟურნალისტიკაც. ყველას გონია, რომ რა უნდა ეხლა დავждდები მე ამ სავარძელში და ინგა გრიგოლიასაც მოვიღერებ ხელსაც ავიყვან გადაცემას. ეს ხო ასე არ არის. ყველა პროფესიას აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი უნარები და ჩვევები, რომელიც გამომუშავებას წლები ჭირდება. ეხლა შენ შეგიძლია რამდენჯერაც გაგეხარდება, იმდენჯერ გააკრიტიკო რომელიღაც ექსპერტი, მაგრამ მის თავში ვერ ჩაძვრები და მის აზროვნებას ვერ შეცვლი. ეს მიზანი არც უნდა დაისახო. ან ჟურნალისტს ახლა პოსტალიონები არ უნდა იყოთ, ხო, ასეთი გამოთქმა. ნუ რაღა დროს პოსტალიონი მაშინ ეთქვა ან gmail.com-ი ან yahoo არ უნდა იყო, ან mail.ru არ უნდა იყო და ასე შემდეგ. მეცაც გეტყვით, აქ კიდევ უფრო დიდი ხიფათია ჩადებული, როცა ვერბალურად კაცი ამას ამბობს, რომ პოსტალიონი არ უნდა იყო, იგულისხმება, რომ შენ დახურული კონვერტით და გაქვს წინ და უკან. და არ არის ჟურნალისტი კონვერტის მატარებელი აქეთ-იქით და ეს ინფორმაცია უნდა იყოს ღია და საჯარო. საუბედუროდ მე ვფიქრობ ეს იმიტომ კი არ არის რომ წინასწარ განზრახული ტონია რა ის უბრალოდ რასაც ფიქრობს იმას ამბობს მან არის ის პოლიტიკური თამაშის ბევრი ნიუანსი და როგორც ჩანს აღარც აპირებს სწავლას იმიტომ რომ ის გადის პოლიტიკიდან და თუ გაიხსენებთ მის ერთ-ერთ მიმართვას სადაც ამბობდა რომ საზოგადოება უნდა აღზარდოთ ამ ფორმით იგი ცდილობს აღზარდოს საზოგადოება საუბედუროდ ისტორია გვიჩვენებს რომ ამ ფორმით საზოგადოების გაზრდა შეუძლებელია როგორც იმ აგრესიით არ შეიძლებოდა როგორც ნაციონალებს და სააკაშვილს უნდათ ახალი ჯიშის ადამიანის გამოყვანა არც ასე არ შეიძლება ეს სხვანაირად კეთდება საუბედუროდ როგორც ჩანს არავინ არ ურჩევს ან მე მესმის დიდი ავტორიტეტი აქვს და უზარმაზარი ნდობაა მის მიმართ, მაგრამ გარემოცვა თუ ამას ვერ გადალახავს და სიმართლეს ვერ ეტყვის, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ბიძნეევაში. კარგით, ნათია, თქვენი შეფასება. ჩემი შეფასება თუნდაც თქვენს დღევანდელ განწყობას იქ ყოფნის დროს შეიძლება დაეღვნოს. ინგა აბსოლუტურად ადეკვატური განწყობა ქონდა თქვენ და იქ დამსწრეთ ჩემი კოლეგების ძალიან დიდ ნაწილს. არც კიდევ ერთხელ უპრეცედენტო ფორმაა ზოგადად ურთიერთობის ჩემი აზრით.
დიახ, სახეზეა საზოგადოების აღზრდის მცდელობა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მანამდე დაიწყო ექსპერტებით და ახლა აგრძელებს ჟურნალისტებით. ჩემი აზრით, ჟურნალისტებთან შეხვედრა კიდევ უფრო მძიმე სანახავი იყო, ვიდრე ექსპერტებთან შეხვედრა. ძალიან უკმაყოფილოა მედიის მუშაობით, ძირითადად პრემიერ-მინისტრი. მან გამოამჟღავნა თავისი ღირებულებები კიდევ ერთხელ, ღირებულებებს არაფერი საერთო არ აქვს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ რუსი ოლიგარქის ღირებულებები, რომელსაც აქვს საბჭოური მენტალიტეტი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს. დიდი ბოდიში და არ გვინდა ეხლა. მე შემეძლია გავიხსენო რაღაც მაგალითები თავს ვიკავებ კორექტულად. გაიხსენეთ, მე ხო არ გიშლით ხელს. დიახ, ნამდვილად საქმე გვაქვს რუსი ოლიგარქის მენტალიტეტის მატარებელ მილიარდერთან, რომელიც შემთხვევით მოხდა პოლიტიკაში. თქვენ მართალი ბრძანდით, ქალბატონ ანა, ის არ არის პოლიტიკოსი, არც გახდება. ეს კარგი არ არის, მიუხედავად მით უმეტეს რომ ის აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და აქედან, ასე ვთქვათ, პოლიტიკის მიღმა აპირებს პოლიტიკაზე და ქვეყანაზე გავლენის მოხდენას. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ჟურნალისტებთან მიმართებაში, ჩემი აზრით ეს არის აღმაშფოთებელი, ის არის შეუწყნარებელი მედიისადმი, შეუწყნარებელი განსხვავებული აზრისადმი. იგი არ უსმენს კრიტიკას, იგი არ იღებს არავითარ არგუმენტებს, მას არ სჯერა ციფრების, ფაქტების, მონაცემების. რაღაც ძალიან მართლაც შეურაცხყოფელი ეპითეტები გამოიყენა. ვეთანხმები ნინო ჟიჟელაშვილს, როდესაც მან თქვა დიახაც ჟურნალისტები პოსტალიონები არიან, მათ მოაქვთ ამბავი, შესაძლოა ზოგჯერ საზოგადოებრივ ინტერესთან გამომდინარე ეს ამბავი იყოს გადაუმოწმებელი, თუმცა ჟურნალისტმა აუცილებლად დააზუსტოს, რომ ეს არის გადაუმოწმებელი. ის ამას არ გულისხმობს, როდესაც ის ლაპარაკობს ჟურნალისტების კომპეტენციაზე, მართლაც შესაძლებელია და მე ვიზიარებ ხშირ შემთხვევაში, რომ მედიის კომპეტენცია ძირითადად საქართველოში არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ მე და ბიძინა ივანიშვილს ერთი და იგივე არგუმენტი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. ის პროფესიულ კრიტერიუმად მიიჩნევს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ მედიას, რომელიც კარგს ხედავს, მთავრობას არ უქმნის პრობლემას და ზოგადად არ უქმნის, ასე ვთქვათ, დისკომფორტს თავად ივანიშვილს და მის მთავრობას. მან ეს პირდაპირ განაცხადა, კი, ჩემი აზრით არსებობს. არ არსებობს. სამწუხაროდ არსებობს. მან პირდაპირ მოსთხოვა ჟურნალისტებს, არ შეაწუხონ მინისტრები შეკითხვებით, აცალონ მუშაობა და დაინახონ ძირითადად კარგი. ხოლო კრიტიკა, ასე ვთქვათ, გამოდგა მხოლოდ ისეთი, რომელიც მის და მისი მთავრობის კურსს ესწრება. დიდი მადლობა. კი ბატონო და მამუკარიშიძე შემდეგ. დიდი ბოდიში მამუკა. აი, საოცრება იცით რა არის, როცა აი ესეთ შეფასებებს აკეთებს ჩემი კოლეგა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აი ძალიან კოლეგიალურად და მშვიდად მინდა ეს გითხრათ, არ რეაგირებდა ადამიანის უფლებების იმ შელახვაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. წამების იმ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ციხეებში. არა, მოვედით აქ თუ ბიძინა ივანიშვილი. საერთოდ თქვენი და თქვენაირების პოზიციას ვეხმაურები ახლა. მე ამ შენიშვნებს მოვისმენდი ერთი წამით რა, მე თქვენ დაცალეთ. მე ამ შენიშვნებს მოვისმენდი იმ ადამიანისგან, ვინც ამ 9 წლის მანძილზე სააკაშვილის მონაკი არ იყო თქვენსავით. არამედ ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის და დემოკრატიის ქვეყანაში. თქვენ საერთოდ დისკვალიფიცირებული უნდა იყოთ როგორც ჟურნალისტი და დიდი პატივია თქვენთვის რომ მევიჯდე თქვენ გვერდზე. უკაცრავად მონაცემები რომ თქვენ მეხრთამე იყავით ჩავარდნით. მიუხედავად ამისა გააგრძელეთ. აი ამისი დამოკიდება მოგიწევთ. ასე გადაგიხადეს მოდელირებული ქრონიკა რო გააკეთეთ. ძალიან კარგად იცით რომ არაფერი არ გადამიხადეს მოდელირებული ქრონიკაში. მე არ გადამიცით მე რომ მეხრთამე ვიყავი ეს რაღაცა არ მოჩენა რა. თქვენ იყავით სააკაშვილის მონა. დღემდე ეს არის სრულად მიუღებელი ფორმატი, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენ აქ არ მოусურვებთ ჩემი პოზიციის განსახილველად. აქ ჩვენ მოვედით ივანიშვილის განსახილველად. მე მაქვს ისევე აზრის განსახილველად. ადამიანი, რომელიც მუშაობდით პირსისხლიან რეჟიმთან და დღესაც მათ ათეთრებ. თქვენ დღეს ბედავთ, რომ გააკრიტიკოთ, არ ვინ არ მოგეწონა. ისევე ხართ თქვენ ჟურნალისტი, როგორც სააკაშვილის ჩატარა რეჟიმის შეხვედრა. ჩემი აზრით ესეთი ფორმატით ამ აგალაცების დაყენების აზრი არ აქვს. კარგი.
ყველაფერზე ინგა და მაყურებელი ისმის ჩვენს პოზიციას, რომელიც შეიძლება იყოს განსხვავებული. თქვენ გამოთქვენიათ, მე გამოთქვენ ჩემს. 90%. კარგით, ძალიან მადლობა. მამუკა არეშიძე უნდა დაუსვა, ეხლა მე შეკითხვა. კი ბატონო, მამუკა არეშიძე ასევე ყოფილი ჟურნალისტი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა და მან დღეს განაცხადა, რომ თქვენ არ ხართ მისი გუნდის წევრი. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება დღევანდელი შეხვედრის. ну რასაკვირველი ადამიანი როცა ამბობს მე მომესმა რომ ჩვენი გუნდის წევრი იყო ესე თქვა ეს არჩევნების დროს და ეხლა აღარა. ხო ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა რადგან სიტყვას მოყვა თქვა რომ ესე იგი მამ დამარცხდა არჩევნებში ოღონდ მისი ბრალიც არ იყო ესე იგი ძალიან კარგად ცოდნია რომ როგორ მოხდა ჩემი დამარცხება ამასა ერთი წელია სიმართლეს მიბრძოდა ვერაფერ ვერ იპოვე სიმართლე არც პროკურატურა არ იხილავს ამ ჩემს საჩივრებს არც ასე ვთქვათ სხვას არ უნდა გაიგოს როგორ მოხდა ეს ყველაფერი და გარდამავალში ისე ხდება როგორც ხდებოდა და იგივე ხალხია სხვადასხვა დეპუტატია დანარჩენია მოკლედ ცოდნია ეს ძალიან მესიამოვნა თუმცა გარკვეული ესეთი მწარე ღიმილი გამოიწვია ჩემში რა შეეხება თვითონ ფორმატს ალბათ ესეც გაინტერესებს დასაკვირველია ჩვენ ამაზე მე ფორმატი მომწონს ჟურნალისტებთან შეხვედრისაც და იმის აი მოდით განვიხილოთ რატომ მომწონს და იმიტომ რომ ეხლა საკამო ფორმატის ნაწილს გულისხმობს შეხვედრის ხო ტელევიზიაზე მე ვილაპარაკე მომწონს იმიტომ რომ რასაკვირველია პრემიერი როდესაც იხილავს ესე ვთქვათ საჭიროებო საკითხებს ჟურნალისტებთან ექსპერტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოების წარმომადგენლებთან არ არის ცუდი რასაკვირველი არ მომეწონა არაფერთან შემთხვევაში ფორმა. უბრალოდ ფორმატი მომეწონა, შინაარსი არ მომეწონა, იმიტომ რომ შინაარსის თვალსაზრისით თქვათ მე ვერ სამწუხაროდ ვერ მივიღე კონსტრუქციულობის პუნქტი, ესე იგი ამბავი ის რაც მე მინდოდა გამეკო, თუნდაც მაშინ როცა მე იქ ვიყავი ეს იყო ძირითადად კამათი და მტკიცება იმისა, რომ თქვათ თქვენ არ ახართ მართლები, ეს არის მართლები. აი ეს რას ნიშნავს? სწორედ ამას ამ კითხვას და თქვენგანაც მინდა საერთოდ მე ამაზე პასუხი. აი რას ნიშნავს? რატომ ესეთი პოლემიკის რეჟიმი? პუნქტი პირველი ნანამ რას თქვა? არაკომპეტენტურების ძახილი რაღაცა არ გაქვთ ინფორმაცია და არა, ნუ დაახლოებით ახლა ორივე შეხვედრის შეჯამებას თუ კი გავაკეთებ დაახლოებით. არაკომპეტენტური ჩემთვის პირადად არა, თქვენთვის არა, თქვენთვის არ თქვენ არის არაკომპეტენტურობა ეს თქვა ხო და ეხლა როგორ არის იმის არ იყოს გინდა თუ არა შიშზე რომ დამეწყო კამათი რომელიც არ ეწერა. ესეთი სიტყვებზე ნუ ვიკამათებ თორე ეხლა ალიკო ელისაშვილის მიერ ნათქვამი ის რომ გაქცევა მე საერთოდ არ მიხსენებია გარიდება ვახსენე განსხვავებული რამეს ნიშნავს არა. ხო და საერთოდ ნუ ეხლა ეს კიდე ცალკე თემა ჟურნალისტები ზოგიერთმა ჟურნალისტმა როგორი შეფასება გაუკეთა პრემიერთან შეხვედრას და მე როგორ აღმოჩნდა თვითონ იგივე სიტუაციაში. ეხლა რო უყურებ იმ ზოგიერთ ჟურნალისტს და მეცინება და ნუ გამოსტავი გავარ. ზოგიერთ ძალიან მეცინება სხვადასხვა. რატომ? მეცინება იმიტომ რომ ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ერთი-ორმა თქვა ჩემი ყურით მოვისმინე. რომ აი არგუმენტები აკლდათ სერიოზული სახე და დღეს რამდენი არგუმენტი თქვეს, იმდენი რამდენი მიიღეს უკვე. არა, უბრალოდ შეუძლებელი იყო რაღაც ამ რაც არ უნდა არგუმენტი დაგელაგებინა, მაგალითად ის თემა, რაზეც მე 1 საათი ვცდილობდი რომ მეთქვა რომ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია. არა, ინგა გრიგოლიას დუმალებას რომ მოხსნა ცოტა ქალები არ ყოფილა არც ერთი ეს თქვა. კარგით. კაცები ერთი წუთი დაასრულებს და მოგცე მეგრეს. ეხლა და ეხლა პირველი პუნქტი რასაკვირველია რაც ნანამ თქვა გრძელობითი მომენტი ბუნებრივია იყო. მეორე ის იყო რომ ესე იგი ადამიანს აქვს რაღაც გენერალური ხაზი არჩეული და ამ ხაზის კორექტირებას ვერ აიტანს. შეიძლება ეს ხაზი გენიალურია, მე არ ვიცი, შეიძლება ასე ვთქვათ ნაკლოვანია, ესეც არ ვიცით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ხაზის დეზავუირება არ უნდა. მას უნდა რომ ეს იყოს ასე ვთქვათ ისეთი როგორიც ჩაიფიქრა. სწორედ ადრე სულ ადრე, ეხლა თქვენთვის არის ეს უცხო ხილი, თორე ასეთი კამათები ჩვენ ხშირად ქონდა თუ გახსოვთ ექსპერტებთან შეხვედრის დროს ითქვა ძალიან მწვავე, ამაზე ბევრად მწვავე კამათი. დიახ. სწორედ აი იგივე ნანას თემაზე, ნანა დედარიანის თემაზე არც მაგას არ ვალავ, ბევრად უფრო მწვავე კამათი იყო და ასე ვთქვათ, მაშინ დამთავრდა ასე ვთქვათ ჩვენი ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება. მაგრამ რატომ მან არ მიიღო ეს კრიტიკა? მაშინ დამთავრდა იმ თვალსაზრისით. რატომ არ მიიღო როგორც? იცით როგორ არის? ფიქრობს რომ ის არის მართალი ამ იმაში, ამ მიმართულებით. სწორედ მაშინ არგუმენტებიც იყო მოყვანილი და არგუმენტების თქმის საშუალებაც ჰქონდა. თუმცა ეს თulis ეს არგუმენტი არ არის მისთვის. ეხლა არ არის კონკრეტული არგუმენტი, როდესაც მე ვამბობ, ვასახელებ გვარს, ხო პიროვნების, რომელიც არის კოჰაბიტაციაში კი არა სიმბიოზში, ქართული ოცნებიდან უკვე ჯამბატონო, ესე იგი ნაციონალურ მოძრაობასთან წილების თემა, გვარი ვთქვი, პარტია ვთქვი
თემა ვთქვით. ეხლა მეტი რა კონკრეტიკა ბავშვებს ხوار მოვიყვანდი იმის სახლიდან. გასაგები. ასე რომ ჩემოგარგო ეს არის გარკვეული ფსიქოლოგიური ესე იგი ისე ვთქვათ მომენტი და წერტილს გავაკეთებ ფსიქოლოგიური მომენტი ამ ადამიანის ესეთ განწყობა და შორის ერთმა მწოდნე ადამიანმა მითხრა კიდევაც ეს არის მათემატიკური აზროვნების სტილი. ეხლა აი ეს ტერმინს მე ვერ გავშიფრო ნუ მომთხოვთ მაგრამ ესე იგი არის გარკვეული ფორმა ეთყობა აზროვნებისა რომელსაც ასეთი სახელწოდება ჰქვია და რომელიც აი ვთქვათ ამ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. კი ბატონო, ანი მიროტაძე გვერდება პირდაპირ ეთერში და შემდეგ განვაგრძობთ საუბარს. ანი საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა რომ იღებ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. შენ ხარ უმრავლესობის წევრი, მაგრამ შენ ხარ ყოფილი ჟურნალისტი. ჩემმა კოლეგამ ელისო ჩაფიძემ დღეს თქვა რომ ის მაინც და მაინც ნასიამოვნები არ დარჩა იმ ყველაფრით რაც ნახა ტელევიზორში. მე მაინტერესებს ჟურნალისტ დეპუტატ ანი მიროტაძის შეფასება დღევანდელ შეხვედრაზე. მოგესალმები ინგა, მივესალმები თქვენ სტუმრებს, მივესალმები მაყურებელს და აუცილებლად უნდა ვთქვა ვიდრე კითხვას უპასუხებ რომ მიხარია რომ შენ ხარ ეთერში, იმიტომ რომ შენ უნდა იყო ეთერში და ძალიან კარგია რომ ბევრწლიანი პაუზის შემდეგ შენ შეძელი და ხარ იმ პროფესიაში რომელიც ყველაზე კარგად გამოგდის. რაც შეეხება შეფასებას, ახლა მე ვფიქრობ რომ კმაყოფილი დავრჩი, არ დავრჩი ასე არ განვიხილავდი ამ საკითხს. ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო ეს შეხვედრა, ვინაიდან ორივე მხარე მაჩვენა თავის შესაძლებლობები, მე არ დაგიმალავთ და როგორც ყოფილი ჟურნალისტი დავრჩი ძალიან კმაყოფილი ჩემი კოლეგების პოზიციებით, იმიტომ რომ ჩემმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ ისინი არიან საუკეთესო ფორმაში. ეს ერთი საკითხი. და ძალიან მიხარია და რატო უსვამო მას ხაზს, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში რეჟიმი ცდილობდა რომ პროფესია ჟურნალისტების პროფესია ყოფილიყო დეგრადირებული, იგნორირებული, ყოფილიყო შერჩეული, პრივილეგირებული ჟურნალისტები და მე დღეს დავწმუნდი რომ ეს მათ არ გამოუვიდა და ეს მხოლოდ კარგია და ძალიან მიხარია. ეს ერთი საკითხი. რაც შეეხება ბატონი ბიძინას დამოკიდებულებას, ახლა ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს არის გულწრფელი ადამიანი. ასევე ყველამ ვიცით რომ მას აქვს გარკვეული შეხედულებები და ის ამას გამოხატავს სრულიად ღიად. მე პირადად მირჩევნია რომ ასეთი ფორმატები უფრო მეტი ვნახო პირდაპირ ეთერში, ვიდრე ოდესმე დაბრუნდეს ის დრო, როდესაც შერჩევით ჟურნალისტებს იბარებდნენ ხოლმე, რომელიღაც მაგალითად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შერჩეულ კითხვებს სვავდნენ ეს ჟურნალისტები და ჩვენ ეს ვიცით და ძალიან ბევრ ჟურნალისტს არ ქონდა იმის შესაძლებლობა რომ დაესვა ის კითხვა, რომელიც აწუხებდა საზოგადოებას. ფაქტი არის რომ ჩვენ ვართ საკმაოდ რთულ პერიოდში, ასევე ფაქტი არის ისიც რომ გვერგო ძალიან რთული მემკვიდრეობა, მაგრამ ასევე ფაქტია ის რომ ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ ერთად და ყველამ ავიღოთ გარკვეული პასუხისმგებლობები ჩვენ ქმედებაზე. ამიტომ მე არ ვაფასებ ამას რომ ეს იყო ძალიან ცუდი, რომ ამით რაღაც გაოცებული დავრჩი და რაღაც ძალიან ცუდი ფორმატი იყო. მიმაჩნია რომ საზოგადოებისთვისაც საინტერესო იყო და ძალიან ბევრ კითხვაზე იყო გაცემული. კარგით, მოდით ერთ შეკითხვას დაგისვათ და შემდეგ ისევ სტუდიას დაუბრუნდები. აღიქვით თუ არა ანი შენ ეს როგორც მცდელობა მედიის საქმეში ჩარევის, მაშინ როდესაც პრემიერი ამბობს რომ მინისტრები თურმე ნერვიულობენ და ამიტომ ძალიან ბევრი კრიტიკა ესე არ შეიძლება. მაშინ როდესაც იგი ამბობს რომ რატო დაუშვათ პოზიტივს არ აშუქებ და აშუქებთ მხოლოდ კრიტიკულს. ეს ყველაფერი დღეს შეაფასეს ასე, აი მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა თქვა რომ ეს იყო რაღაც მედიის საქმეებში ჩარევის მცდელობა. აი შენ იგივე პრობლემა დაინახე თუ ვერ დაინახე? რა იყო ამის ქვეტექსტი? შეხვედრის ქვეტექსტი. არა, ვერ დავინახე და გეტყვი არგუმენტს, რატო ვერ დავინახე ეს პრობლემა. გასაგებია, გავიგე. ამიტომ ვამბობ რომ თუ ჩვენ ახლა შევთანხმდებით იმაზე, რომ ჩამოვთვლით რამდენი პოლიტიკური თოქ-შოუ გადის ეთერში და რამდენი განსხვავებული აზრი ისმის და მათ შორის რამდენი კრიტიკული მოსაზრება ისმის, ხო? მაშინ ვერანაირად ვერ ვფიქრებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ცდილობს, რომ ჩაერიოს მედიის საქმიანობაში.
ის რაც ფიქრობს მინისტრებზე, ანუ თქვათ რა არის მისი სუბიექტური აზრი, ეს არის სხვა საკითხი. მაგრამ თუ ის არ გამოიხატება ქმედებაში და არ გამოიხატება მედიაზე ზემოქმედებაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვაქვს ამის თქმის საფუძველი. მე უფრო მეცაც გეტყვით, რომ მე ძალიან კარგად მახსოვს და შენ ძალიან კარგად გახსოვს. ინგა როგორ ხდებოდა მედიაში ჩარევა და როგორ ხდებოდა აკრძალვა განსხვავებული აზრის და განსხვავებული ჟურნალისტების. მე ესეთ რამეს ვერ ვხედავ. აქვე ვიცი რომ შემახსენებ ტაბულას და აქვე გეტყვი მეც რომ მე ვფიქრობ რომ ეს არის მხოლოდ რაღაც გაუგებრობა, ვინაიდან არ მგონია რომ თამარ ჩერგოლეიშვილი იქნებოდა პრობლემა რომ დღეს ყოფილიყო იმ შეხვედრაზე. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. ანი, შენ ეს არ გეხება, მაგრამ პრემიერთან დღეს გავახმოვანეთ ჩვენი ესეთი აღმოჩენასავით, რომ შენი ძალიან ბევრი კოლეგა, რომელიც შევიდა და გახდა უმრავლესობის წევრი, ტელეფონზეც აღარ პასუხობს უკვე ჟურნალისტებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისინი არიან პირდაპირ ვალდებულები, რომ თუ კი რაიმეს აკეთებს ეს ხელისუფლება, იგივე პრემიერია თუ მთავრობა თუ მინისტრების ხვები, ეს ყველაფერი პოლიტიკურად რა ხდება, უნდა მიაწოდონ სწორედ პირდაპირ ეთერით. მადლობა შენ, რომ არ ხარ ნამდვილად მათ რიცხვში, ვინც ზარებს არ პასუხობს, წარმატებებს გისურვებ. ამაში გეთანხმები სრულად, ინგა, ამაში ამაში გეთანხმები ინგა სრულად, ვინაიდან საზოგადოებას აქვს უფლება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც აირჩია და შეუშვა პარლამენტში, ასე ვთქვათ, რომ მისი ხმა იყოს პარლამენტში, გაიგოს სწორედ ამ პარლამენტარებისგან ის რაც ხდება ქვეყანაში და როგორი პოლიტიკური. დიდი მადლობა, წარმატებები არის, მე მინდა ისევ სტუდიაზე გადმოვინაცვლო, გისმენთ ნათი. ძალიან კარგია, რომ ქართული ოცნების წევრი დეპუტატი აღნიშნავს იმას, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის იყოფნა არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამარ ჩერგოლეიშვილი არ მიიწვიეს და ეს უკვე სიმპტომატორია. ის რომ მედიაში ჩარევა არ ხდება, ესეც ტყუილია, იმიტომ რომ კვესტაძე და პაიჭაძის შოუები, რომელიც პირდაპირ შეფასდა და ამას ხაზი გაუსვა თავად პრემიერ-მინისტრმაც, რომ ისინი იყვნენ პროპაგანდისტები თუ არ დღეს რაღაც სხვა იყო, მე მგონი კიდე რაღაც სხვა სიტყვა იხმარა, აგიტატორები, დიახ, ამის გამო, ანუ მან შეფასება გააკეთა, ჩემთვის სრულიად მე არ ვიზიარებ აბსოლუტურად ამ შეფასებას და ამის გამო მათი გადაწყვეტილება უნდა დახურულიყვნენ. მსგავსი პრეცედენტი წინა ხელისუფლების დროსაც, რომელიც მე მიმაჩნია, რომ აი ეს ამდენი პარალელები იმ დროს რა იყო და ამ დროს რა იყო. ну შესაძლებელია ვიღაცას აინტერესებდეს, მაგრამ კი, ძალიან გვაინტერესებს. შემთხვევაში კი ბატონო, მაგაზეც მოგახსენებთ. მაგასაც მოგახსენებთ. ასეთი პრეცედენტი წინა ხელისუფლების დროს არ მომხდარა. წინა ხელისუფლებას როდესაც იხსენებენ, რომ მედიასთან ურთიერთობაში პრობლემები, ეს არის ძალიან სერიოზული. არ პლანეტიდან მოხვედი. ძალიან დიდი ბოდიში. არც სახელი მითხარით იმ პლანეტს. ჩემი სტუდენტები იყვნენ, სულ არა, ბევრი მაგას ვერ იმასწავლა, დიდი ბოდიში. არ დახურულა, არც თქვენ თუ პირველ არხზე რეფორმას გულისხმობთ, ეგ არავითარ რეფორმას არ გულისხმობ, ჩემ თავზე ვლაპარაკობ, მე ეგოისტი ვარ. ველა, წვავე თოქ-შოუ იყო აბსოლუტურად ხელუხლებელი არჩევნების დღემდე. ბოიკოტი მე გამოუცხადე ინგა გრიგოლიას გადაცემა. სხვათა შორის საინტერესოა ის ადამიანები, ვინც ბოიკოტს კიდე ამ დაასრულე, მაგრამ არ არის ნათია ეთერებში. მე აქ საყურებლები მოვისმინე, მაგრამ თქვენ არ იცით, ჩემი არც მუშაობა იცით, არც ჩემი პოზიცია არ იცით. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე წინა ხელისუფლების მედია პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მწვავე კრიტიკოსი ვიყავი. ეს ჩემი პოზიცია გამომიხატავს არაერთხელ ძალიან ბევრ ეთერში. წინა ხელისუფლების მედია პოლიტიკა იყო ფუნდამენტალურად მცდარი. მე ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ აი ხა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის უკეთესი. ბიძინა ივანიშვილი თუ არის ღია, ეს არ არის, ასე ვთქვათ, ღირსება. ეს არის უბრალოდ ფორმა მისი გამოხატვის. ძალიან დიდი ბოდიში საჯაროების მაქსიმალურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს იყენებდა, მაგალითად, დიქტატორი ჰიტლერი, ან თუნდაც ახლა უახლოესი ისტორიკი და რო გავიხსენოთ, კომუნისტი და დემაგოგი, ვთქვათ, არც გარდაცვლილი უგო ჩავესი. მაგრამ ამ ადამიანების ღირებულებები და ამ ადამიანების მიზნები იყო, ასე ვთქვათ, საკაცობრიო და დამაკრებელი. ჩემი აზრით, ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან, იყო იმის დემონსტრირება, თუ ზუსტად როგორ აპირებს იგი განსაკუთრებით პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან, საზოგადოებასთან, მათ შორის ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან ურთიერთობას, მან ღიად გვაჩვენა, ასე ვთქვათ, თავისი სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრისადმი და კრიტიკისადმი. ეს არის ძალიან სიმპტომატური და ძალიან სახიფათო მედიის მომავლისთვის განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. დიდი მადლობა ნათია, ირმა, ქაუტოინანა და ბატონი მამა. ძალიან მოკლედ ვიტყვი.
ეს რომ მე მესმოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც იბრძოდნენ, აპროტესტებდნენ, რაც ხდებოდა თქვენი საყვარელი სააკაშვილის რეჟიმის დროს, მე ამას გავიგებდი და მივიღებდი. მე მაგალითად ერთი წამი მე მაგალითად ზუსტად ბიძინა ივანიშვილზე საუბრობთ ეხლა და საუბრობდით 15 წუთი და ეხლა მაცადეთ რომ მე გამოვხატო ჩემი აზრი და დაწნა არა გაქვთ ვინ არის ჩემი სააკაშვილის რეჟიმის შედარება დღევანდელ ვითარებასთან ეს არის აი სრული ნონსენსი ინგასვე საუბრები და ტელემაყურებელს და თქვენ დაწყნარდით ეხლა თქვენ ახლა იმდენ ტყუილს ამბობთ, რომ ეს ბუნებრივად იწვევს ჩვენ აღშფოთებას. ჩემი ნანასი და მამუკაცი. თქვენი ობიექტივის ამის შემდეგ გასაგებია ახლა ობიექტივმა თქვენ ისეთი რამე გაგიკეთათ, რომ სამარად ჟამოტერი ხართ ჩემი ვიცი. ხო, რამდენი მაქვს აღებული რა. და ჩემ ტელევიზიას მოვახმარდი, ღიათ მომცენ ეს ფული. ველოდები მომცენ 2 მილიონი, რომ მოვახმარო ობიექტივის გამთავრება. არ შეიძლება შევადაროთ სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც ემსახურებოდა ქალბატონი ნათია დღევანდელ ვითარებას. ბევრი რამე არ მომწონს მე დღეს და ამაზე სასაუბროთ ვიყავი მოსული სხვათა შორის, რომ კიდევ ერთხელ ჩემი კრიტიკული მესიჯები, ასე ვთქვათ, და ჩემი მოსაზრებები ამ სტუდიიდან გამეზიარებინა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. მე ისევ იმაზრზე ვჩები და არ შემიწვლია და არ შემეცვლება აზრი, რომ კოჰაბიტაცია და ეს 1000 სისულელე ჩვენ მოგვახვიეს თავს, ეს ერთი. თუმცა ვთვლი, რომ იქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ვთქვი იმ გამოსვლისას, მე ვთქვი იქ, რომ შიში აღარ არის საზოგადოებაში, გათავისუფლდა ჩვენი საზოგადოება, პატიმრებს აღარ აწამებენ, აღარ კლავენ ესე სადისტურად და ამას აღარ აქვს სისტემური დანაშაულის სახე. ეხლა მეორე, მე არ მახსენდება, რომ აპროტესტებდით თქვენ და იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა გმობდა იმას, რომ ათობით ტელეარხი წაართვეს მესაკუთრეებს, იყო ჟურნალისტების ცემა 15 ივნის ჩვენ დაგვამტვრიეს და დაგვლეწეს თქვენმა მეგობრებმა სხვათა შორის და არც ერთს აღარ ქონდა დარჩენილი მთელი ადგილის ხეულზე. სად იყავით მაშინ, რატო არ აპროტესტებდით ამას? ჟურნალისტები ვიდექით პოლიციის სამმართველოსთან 15 ივნის სასტიკად დაგვარბიეს არაფერი. აი დღეს ესე უნდა გექცეოდნენ, თქვენ ამ სტუდიაში არ უნდა იჯდეთ, იმიტომ რომ მე არასდროს. აი იმიტომ მე სიამოვნებით მოვიწვიე ნათია და მაინტერესებდა. მე მთელი ამ 9 წლის განმავლობაში სხვათა შორის არავის არ მოგიწვევი ვართ არც ერთ გადაცემაში, ამისი საშუალება არ მქონდა მე რომ გამოვსულიყავი ეთერში. 9 წლის მერე გამოვდივარ მე და ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას და დიდი ბედნიერებაა თქვენთვის და ეს არის თავისუფლება, რომ თქვენ განსხვავებული პოზიცია გაქვთ, მაგრამ თქვენთვის ღიაა ეთერი აქაც და სხვა ტელევიზიებში და ეს არის უბრალოდ გასაფასებელი. მეტი არა. ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რასაც ესე დაარქვეს კოჰაბიტაცია და მოდის და მოგორავს ეს კოჰაბიტაცია, ეს ენამდვილეში ძალიან კომფორტულად გრძნობს ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთად თავს. ამას შეამჩნევთ შეუიარაღებელი თვალით. ეხლა ყველას ერთ ტაფაში ვერ მოუხრაკავ, რა თქმა უნდა, მაგრამ ქართულ ოცნებაში არიან ძალები, ვისაც გაცილებით მეტი აქვთ საერთო ნაციონალურ მოძრაობასთან, ვიდრე ყველა მიცის ვინ არიან, მე უნდა მასახელებინე. ყველა პუბლიკაციაში ამბობს რაღაცას, უბრალოდ თხოვ ხოლმე რომ დააკო. კი ბატონო, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს მაგალითად, რომ ქართული დემოკრატიის ამოცანა არის თურმე გადაარჩინოს ნაციონალური მოძრაობა. კი, მაგრამ ქართველ ერს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა და ხელისუფლებაში დარჩენა რო დონოდა 41-ს მოხაზავდა თუ 5-ს როგორ გონიათ 5-იანს მოხაზავდნენ მაშინ ეს არის ის ვითარება სრულიად მახინჯი ვითარება როდესაც ისინი რაღაც ერთ სივრცეში ძალიან კარგად მოეწყნენ გაინაწილეს როლები ეს უმრავლესობა ეს უმცირესობა და ფაქტობრივად მე შემიძლია დღეს რომ საქართველოს პარლამენტში ქართველი ხალხის ამორჩევლის ინტერესებს გამოხატავს ძალიან ვიწრო ჯგუფი დეპუტატების აი ეს სურათი მივიღეთ ეხლა დაუკვირდით რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი რატო იმას არ აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობის მომხრეები რომ ბატონმა ბიძინამ თქვა რომ შეეგუეთ ეს კოჰაბიტაცია იქნება შეეგუეთ რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩება ქართულ პოლიტიკაში და ასე იგორებს ეს ყველაფერი რატომ ამას არ აკრიტიკებენ და აკრიტიკებენ რაღაცა თითიდან გამოწვეულ თემას კაცი თუ ორ თვეში მიდის ის როგორ ელაპარაკა ჟურნალისტებს ან ექსპერტებს რატო გადარდებთ ასე ძალიან ეს არის სიტყვის მასალა და მე მინდა გითხრათ რომ ასეთი ორმაგი სტანდარტები მესმე შეერთებულ შტატებშიც არის ორმაგი სტანდარტები ევროპაშიც არის ზოგიერთ საკითხის მიმართ ასეთი როგორც ჩვენთან დამკვიდრდა და არსად არ არის დიდი მადლობა ესე იგი შეიძლება შენ აკეთო 9 წელიწადი ის რაზეც ირმა ლაპარაკობდა მაგრამ მე პრეტენზია გქონდეს რომ მე მაქვს გამოხატვის კი ბატონო გააქვს მაგრამ
მე მაქვს ამის თქმის უფლება, იმიტომ რომ არავისთვის არ შემიზღუდია მე გამოხატვის თავისუფლება და არც სხვა უფლებები. მაგრამ როცა შენ დღესაც ხარს უჭერ იმ ძალას, ვინც ამას სისტემატურად აკეთებდა 9 წელიწადი, ამის თქმის მორალური უფლება არ აქვს. ეს უკვე მორალის საკითხია. კარგი, დიდი მადლობა ბატონი მამუკა დაასრულებს. მე თქვენ შორის უბრალოდ მინდა და მეთქვა არ მინდოდა ახლა ეს აღელვებულიყო, უბრალოდ ამ სიტყვა გამოიწვია და ისევ ამბობ რომ 2010 წლის გაზაფხულიდან 2012 წლის ჩათვლით რამოდენიმე ტელევიზიაში დახურული იყო ჩემთვის ეთერი და ამას მეუბნებოდნენ ჩემი სტუდენტები, რომლებიც მუშაობდნენ ამ ტელევიზიებში, მაგალითად რუსთავი 2-ში. ეს მეუბნებოდნენ რომ ჩვენ აკრძალული გვაქვს და ვერ გამოგიყვართ საყვარელო პედაგოგო თქვა მეუბნებოდნენ. ესეთ რამე იყო. ეს ისე ამბობ, მაგრამ ასაკურველი ახლა როგორ არის ხელისუფლების ზეწოლა და ხელისუფლების ჩარევა მედიაში ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება სხვადასხვა ფორმით. გააჩნია რამდენად აგრესიული იქნება ეს ფორმა და რამდენად შემზღუდველი ჟურნალისტის თქვათ ჟურნალისტის ხასიათისთვის, ბუნებისთვის. და რასაკურველია მე ახლა ვიმეორებ, ბევრს არ მოეწონა ის ფორმა, როგორთაც დღეს მოხდა და გუშინ წინაც მოხდა იმასთან შეხვედრაზე, მაგრამ მთავარი რა არის ალბათ რომ მთავარი ის არის რომ ჩვენ აი ამის იქით არ წავიდეთ. ესე იგი ეს დარჩეს როგორც ნანამ თქვა სიტყვის მასალად, სიტყვებად. გარკვეულ თქვათ შეიძლება ასე თქვათ შეიძლება კაპრიზადად ჩავთვალოთ, შეიძლება მოწოდებადად ჩავთვალოთ. არ მომწონს պետք ეს ვამბობ და მაგრამ ამის იქით არ წავიდეთ. რომ ვიღაცამ ქვემოთ მდგომა არ მისცეს თავს უფლება, რადგან პრემიერი ასე ლაპარაკობს, ამიტომ მეც მაქვს უფლება რომ დავრეკო და ერთი ამავე ავტეხო. მაგრამ ამავე დროს მინდა თქვენ კოლეგებს, ყოფილ ჩემ კოლეგებს უთხრა, რომ როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი ხვდება მძიმე მდგომარეობაში, შენ ამაზე არ უნდა იქილიკო, იმიტომ რომ აუცილებლად მოხვდები. შემდეგში თვითონ ამ მდგომარეობაში ასე მოხდა ზოგიერთი შენი კოლეგა დღეს ჩემო ბატონო ზუსტად ძალიან საინტერესოა. გეთანხმებით, რამეს ხوار დაამატებთ, უნდა დავასრულო. გამინდა თუ შეიძლება თქვენ სწორი ბრძანეთ, დიახ, აქედან შეიძლება რაღაც არასწორი დასკვნები გაკეთდეს. ჩემი აზრით, ის რაც დღეს მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მართალი ბრძანდებით, მედია პოლიტიკა იყო არასწორი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ წინა ხელისუფლების დროს, მედიაში ჩარევა არასდროს არ არის სასიკეთო, არც მედიისთვის, არც საზოგადოებისთვის, აგრეთვე ხელისუფლება, წინა ხელისუფლება დააზიანა მედიაში ჩარევამ. დღეს მედია ისეთივე ნახევართავისუფალი, თუ Freedom House დავაყენოთ, ისეთივე ნახევართავისუფალი ნახევართავისუფალ მდგომარეობაში როგორც ეს იყო, მაგრამ პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა გამოსვლამ ჩემი აზრით აჩვენა, რომ მედიაში მდგომარეობა შესაძლებელია დამძიმდეს. ამიტომ მედიაში მდგომარეობა რო არ დამძიმდეს, ეს არის მთელი საზოგადოების და განსაკუთრებით მედიის საქმე, რომ ამას ასე ვთქვათ, ეს უბრალოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. პრემიერმა ღიად მიგვანიშნა, რომ იგი მზად არის და ამძიმდეს ვითარება მედიაში. მე მაინც თვლი იმის ვიტყვევებ, რომ ეს კი არ მიგვანიშნა თქვა. ეს არ უნდა მოხდეს და თუ კი ვთქვათ მედიას აღდა მობილიზება თავისი თავისუფლებისთვის, ვთქვათ, წინა ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ის ღიად მიგვანიშნა, წინა ხელისუფლება უფრო ეშმაკურად იქცეოდა ამ თვალსაზრისით. ეს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის პირით, ამაზე პირდაპირ მიგვანიშნებს. სხვათა შორის, რასაც ამბობს ივანიშვილი, ყველაფერს წინასწარ ღიად ამბობს და შემდეგ ასრულებს კიდევაც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამბებსაც. ეს არის მედიისთვის სიმპტომატური და იმედია, რომ ეს ღია მინიშნება იქნება ამ შემთხვევაში მაინც მედიისთვის ნიშანი მობილიზების და თავისუფლების დაცვის. დიდი მადლობა. არაფერი არ დაიხურება. მედიას აქვს უდიდესი გამოცდილება იბრძოლოს მისი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის. მედიას თუ შეეზღუდა ეს თავისუფლება, ამ უფლებების აღდგენისთვის იბრძოლებს და უკან წარსულში თქვენ დაბრუნდით, მაგრამ ჩვენ არ დავბრუნდით. კარგით, მე უნდა დავასრულო გადაცემა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც აი სულ ფიქრობდი, ვინმე იტყვის თუ არა ამ აქ კი არა, საერთოდ ზოგადად. აი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათი მხარდამჭერები სრული უფლება აქვთ ხომ მხარი დაუჭიროთ. ლაპარაკობენ არარსებულ საფრთხეებზე, ეს მოსდევთ მას 2002 წლიდან და პირველიდან არარსებულ. და ხმას არ იღებენ იმაზე, რომ მოგწონთ თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობს მე მივდივარ, მაგრამ გიტოვებთ მარგველაშვილს. ამაზე რატო ხმას არ იღებენ და გეტყვით რატომ? ეს არის კოჰაბიტაციის სიმბიოზზე უფრო შორსასრული პროცესი, იმიტომ რომ ნაციონალებს აწყობთ პირველ ადგილზე მარგველაშვილი, რომ თვითონ გავიდნენ მეორეზე, იმათ კიდე პირიქით. მეორე ადგილზე უნდათ ბაქრაძე, რომ მოხდეს რეგიმენტაცია. აი მე ძალიან ხო ამ თემაზე ვისაუბრებ. ძალიან დიდი მადლობა, მეც უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მე ვთქვი რომ გამოვედი ამ შეხვედრიდან რომ ტონი
შენიშვნები, მითითებები, იმაზე საუბარი, რომ ესე იგი დეზინფორმაციის გამავრცელებლები ვართ, მაშინ როდესაც არ ვიყავით იმ კონკრეტულ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ისე იგივე დვანის მოსახლეობაზე, როდესაც კითხვა დავსვი და აღმოჩნდა, რომ პრემიერს არ ქონდა ინფორმაცია და უბრალოდ ჩვენ სხვას ვეუბნებოდით და ის სხვას გვეუბნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მეც უნდა დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია, მე მომეწონა რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შედგა. არ მომეწონა ტონი, მაგრამ შეხვედრა მომეწონა და ვისურვებდი, რომ ასეთი შეხვედრები ბევრჯერ ყოფილიყოს, არა მარტო ბიძინა ივანიშვილთან, ვინც იქნება მომავალი პრემიერი, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, მათთანაც ოღონდ ტონალობა უნდა იყოს აშკარად სხვა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით. მე გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 8 საათზე დღის მთავარი თემი ჩვენ ეთერში ვართ.